დავიწყოთ მოდი დღის წესრიგი. ასე ვთქვათ, პროექტ მენეჯერები ამას აჯენდას ვეძახით. როდესაც რაღაცა შეხვედრა დგება, აუცილებელია ხალხი რო ყავს მოწვეული ამ შეხვედრაზე, უნდა იცოდნენ რატომ არიან ისინი. რომ ამ შეხვედრის თემების ირგვლივ იყვნენ კონცენტრირებულები. შესაბამისად, რადგანაც ახლა ეს ჩვენი შეხვედრა არის, ასე ვთქვათ, ტრეინინგის გაცნობა და ზოგადად საუბარი იმაზე, რომ ზოგადად პროექტ მენეჯერმა, Scrum Master-მა, ფასილიტატორმა ეს დაახლოებით ახლა ბევრგან ერთიც არის, ცალ-ცალკეც არის, მოკლედ რა უნდა იცოდეს. ასე ვთქვათ, აჯენდასავით დღის წესრიგს გაგაცნობთ და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ასე ვთქვათ, ვინ არის ეს პროექტ მენეჯერი, რა უნდა, Scrum Master-ი ვინ არის, რა უნდა, ფასილიტატორი ძალიან ბევრს ალბათ არც გაგიგიათ, იმიტომ რომ საქართველოში სამწუხაროდ ამას არ იყენებენ და ამ დროს ყველა სჭირდება. ანუ მაგ IT-ში არა, ყველანაირ სფეროში საჭიროა ფასილიტაცია. შესაბამისად, ამასაც არ გიხსნით რა არის და რა გეგმები მაქვს მე ამ კურსთან დაკავშირებით. ფასილიტაციის თემაში ვისაუბრებ სილაბუსზე, ვისაუბრებ პროექტ მენეჯერების ანაცხოვრებაზე, როგორც ასე ვთქვათ, საქართველოში, ასევე ევროპა და ამერიკის ბაზარზე, რომ თქვენ გქონდეს შედარება, როგორი სახელმწიფო რეინჯები არის, სხვადასხვა ბაზრებზე ძალიან დიდი განსხვავება არის. ასევე ვისაუბრებ, ვისთვის არის ეს კურსი, რას ისწავლით ამ კურსზე, ასევე რა უნარჩვევებს გამოიმუშავებთ ამ კურსის მიღმა, მეთოდებზე და შედეგებზე ვისაუბრებთ და ანუ რა თქმა უნდა ინტერაქციაში შევიდეთ, გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმიც, უბრალოდ გთხოვთ რომ ვისაც გექნებათ კითხვა ხელი აიწიეთ, როცა არ საუბრობთ რომ მიკროფონი გათიშოთ, ეს იმიტომ რომ მე არ შემეშალოს ხელი რომ რაღაც ბექგრაუნდ ასე თქვა უკანა ფონის ხმები რო შემოდის ცოტა ძნელია ხოლმე კონცენტრაცია და ვაცალოთ ასევე ერთმანეთს ასე თქვა საუბარი და ხელისაწევის პრინციპით და ყველას ვეცდები რომ ყველას კითხვაზე პასუხი გავცე, თუმცა ვეცდები რომ ჩემ პრეზენტაციაში მე თვითონ დავფარო ეს თემები, რაც სავარაუდო რა კითხვებით შეიძლება ასე ვთქვათ გაჩნდეს. ეს ესე ვთქვათ დღის წესრიგი და სანამ გადავალ ასე ვთქვათ რეკლამას არ ვაკეთებ, უბრალოდ რომ იცოდეთ ვის ელაპარაკებთ და ვინ ვარ და რატომ აქვს უფლება რომ ვასწავლო ხალხს ასე ვთქვათ IT პროექტ მენეჯერი, რომ თქვენ იცოდეთ უბრალოდ მე ვინ ვარ. უბრალოდ მე არ მიყვარს ჩემზე რეკლამის გაკეთება და იდეაში არც ის გეგონოთ რომ მე აქ მოსული ვარ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ ეს ჩემი შემოსავლის წყაროა, ტრეინინგები ჩემი შემოსავლის წყარო არ არის, ეს არის უბრალოდ ასე ვთქვათ ჩემი სურვილი იმისა, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მე მაქვს, მინდა რომ იმ ადამიანებს, ჩემნაირ ადამიანებს გააუზიარო და ან იმისეთ ადამიანებს გააუზიარო, ვისაც უნდა ეს გზა გაიაროს, იმიტომ რომ მე აქ არ მყავდა დამხმარე, როდესაც მე დავიწყე და მქონდა, ანუ ძალიან რთული იყო ჩემთვის აქამდე მოსვლა. და შესაბამისად, რაც მე გადავიარე ჩემ თავზე, ვცდილობ რომ ადამიანებს მინიმუმის გვანც გავუკეთო, რომ გავუადვილო ეს გზა და სიამოვნებს ქართულად ლაპარაკი ჩემ საქმეზე, იმიტომ რომ მე ყოველდღიურად მიწევს მარტო ინგლისურ ენაზე საუბარი და ძალიან მენატრება ჩემ საქმეზე ქართულად საუბარი და ასე ვთქვათ ესეთი კურსი რომელიც არის მაძლევს იმის საშუალებას რომ ასე ვთქვათ საქართველოში მყოფ ჩემნაირ ადამიანებს ქართულად ჩემს საყვარელ საქმეზე ვესაუბრო. ჩემს შესახებ რაც შეეხება, მე ვარ ბანკირი. დავამთავრე საბანკო საქმე და IT-ზე საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა. მოვხვდი ძალიან ასე ვთქვათ უცნაურად IT სფეროში, ალბათ ყველა რო ხვდება ხოლმე ესე 11 წლის წინ. მუშაობდი მაშინ პროკრედიტ ბანკში, საკრედიტო დეპარტამენტში და დაიწყო დიჯიტალ ტრანსფორმაციის გაციფრულების პროცესი პროკრედიტ ბანკში და ანუ ყველა დეპარტამენტიდან ერთი ადამიანი სათაოში მუშაობდი მაგ დროს. საჭირო იყო რომ გადასულიყო ამ IT დეპარტამენტში სხვადასხვა ასე ვთქვათ პროდუქტების დასანერგად. და ახლა ჩვენი დეპარტამენტში რო თქვეს რომ ვინ იქნება, არავის არ უნდოდა IT-ში ჩასვლა, არავის არ უნდა და ყველამ თავი ჩაყო, არავის არ გვინდა ამულა ხალხთან საუბარი, თუმცა მაშინ პერსპექტივებს ვერავინ ვერ ხედავდა და ну რაღაცნაირად კარგი მე ჩავალ მეთქი ვთქვი და აი ზუსტად აი ესე მე ჩავალ მეთქი, აი ესე ჩავედი და გავიდა 11 წელი. თავიდან ანუ ფაქტიურად ისე მოხდა რომ დავიწყე ეს საქმე, არც მენტორი მყავდა, არც მასალები იყო, არც ტრეინინგები იყო, ანუ არც ვიცოდი რა მერქვა, ანუ მერქვა პროექტ მენეჯერი, მაგრამ ამ დროს ანალიტიკოსიც მე ვიყავი, პროდუქტსაც მე ვქვდიდი, ტესტსაც მე ვაკეთებდი, go live-ზეც მე ვუშვებდი, ანუ აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება მომიწია ისე, რომ ამ დროს წარმოდგენა არ მქონდა, რას ვაკეთებდი და ამ ყველაფრის სწავლა დავიწყე ამ უტყვი ადამიანებისგან. ნუ შევამჩნევთ, რომ ანუ საუბრის ასე ვთქვათ, საუბარი მეხერხება, ადამიანებთან კომუნიკაცია მეხერხება და ასე ვთქვათ, ამ ჩემმა ასე ვთქვათ, უნარებმა
მიმიყვანა იქამდე, რომ ამ ადამიანებისგან, ვისაც მემუშავებოდი, ვისწავლე ეს საქმე და ამის შემდგომ მოხდა ისე, რომ 2 წელი პროკრედიტ ბანკში ვაკიყავი IT-ში, მერე გადავედი სალიზინკო კომპანიაში ლატვიელებთან და იქ მომიწია 4 წელი IT-ში, ფაქტიურად ლატვიელ პროგრამისტებთან ურთიერთობა და იქაც ბევრი რამე ვისწავლე. მერე მოხდა, რომ გაციფრულების პროექტში მოვხვდი ჯანდაცვის, ბოდიშით ჯანდაცვაში მე ვიყავი, მომსახურების სააგენტოში, იქიდან ვიყავი Swift Digital-ში 1 წელი და 3 წელიწად ნახევარია, ეხლა უკვე ვარ საერთაშორისო IT კომპანია Quantor-ში. ეს ჯანდაცვა და healthcare tech-ია რა, ასე ვთქვათ, biotech-ი და ხა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას ვავითარებ ძალიან აქტიურად, ოღონდ სამედიცინო სფეროსთვის. და ძირითადად ასე ვთქვათ, უფრო საერთაშორისო სტანდარტებში მუშაობა, ის როგორც მუშაობენ დიდი მსხვილი კომპანიები საქართველოს გარეთ, ვისწავლე აქ Quantor-ში. მანამდეც მქონდა წარმოდგენა, მაგრამ უფრო ასე ვთქვათ, ჩემი ცოდნები შეესაბამებოდა საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებულ ცოდნებს და მიდგომებს. მიუხედავად ჩემი ამდენი კურს გავლისა. და რომ მოვხვდი, ეხლა რადგანაც იწერება კონფიდენციალურობაზე, მაქვს ხელი მოწერა და ვერ გეტყვით, მაგრამ მუშაობ ბოლო 3 წელიწად ნახევარია ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორიც 60,000, 80,000-იანი, ასე ვთქვათ, თანამშრომლების ოდენობიან კომპანიებს ვემუშავებით, ძალიან ცნობილს, თქვენც გეცნობათ უბრალოდ რადგანაც კონფიდენციალურობაზე ხელი მოწერილი მაქვს და ეს იწერება, ვერ დავასახელებ, მაგრამ მე ცალკე შემიძლია გითხრათ თუ დაინტერესდებით. და აქ ვისწავლე უკვე ეს კომპანიები როგორ ემუშავებიან, ასე ვთქვათ, პროექტ მენეჯერები როგორ ემუშავებიან ასეთ კომპანიებს და რო დავინახე იმდენად დიდი განსხვავება, რომ მივხვდი, რომ საქართველოში ქართულ ბაზარზე რომ მუშაობდი, აბსოლუტურად სხვანაირად წარმომედგინა და თურმე სინამდვილეში სწორი იყო აბსოლუტურად სხვანაირი. და სწორედ ეს, ასე ვთქვათ, აქედან მოხდა ეს ამბავი, რომ მომინდა, ასე ვთქვათ, ვიღაცებისთვის გამეზიარები და თავიდან, ასე ვთქვათ, სტაჟირებაზე ვინც ამყავდა, იმათთან ვცდილობდი ეს ჩემი ცოდნის გაზიარებას და მე როდესაც დამიკავშირდა უკვე Smart Academia, ასე დავთანხმდი, იმიტომ რომ საკმაოდ ასე ვთქვათ, მინდოდა რაღაცა კარგი ცოდნა შემომეტანა ჩვენ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის პროექტ მენეჯერებისთვის, გრამასტერებისთვის და დამენახებინა ის რა არის საქართველოში, როგორი მიდგომებია და სინამდვილეში სწორი როგორი უნდა იყოს. და მთლიანი ჩემი კურსი ეს სწორედ ამაზეა აგებული, იმაზე კი არა, რომ საქართველოში როგორ მოსულა. რა თქმა უნდა, ვამბობ, როგორც აკეთებენ საქართველოში, მაგრამ ამასთან ერთად ვასწავლი, როგორ არის სწორი, როგორ არის საერთაშორისო სტანდარტებით, საერთაშორისო წიგნებით, საერთაშორისო გაიდებით და ძალიან ბევრი ესეთი წიგნები არსებობს, რომლის მიხედვითაც, ასე ვთქვათ, საერთაშორისო კარგი კომპანიები ხელმძღვანელობენ, გულში გრძნობდა ესე არ ხდება, როგორც საქართველოში ბევრ კომპანიაში არის. შესაბამისად, ვცდილობ, რომ ჩემ კურსში ის გასწავლოთ, როგორ არის იქ. რაც შეეხება პროექტებს, დაახლოებით უკვე 20 პროექტი მაქვს ჩავლილი, ასე ვთქვათ, დიდ გუნდებთან მუშაობ ძირითადად, კროს-ფუნქციურ გუნდებს რო ეძახიან და ეხლაც პროგრამაშიც მუშაობ სადღაც 95 ადამიანი ვართ, ძალიან დიდი გუნდია და ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მიმართულებები არის, რომელთანაც მიწევს გამკლავება. რაც შეეხება მეთოდოლოგიებს, ყველა მეთოდოლოგიასთან ვარ, ასე ვთქვათ, ფამილია, ცოტა მიჭირს ქართულად ზოგი სიტყვები ბოდიშით, თანაბრად ყველა მეთოდოლოგიას ვიცნობ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი IT-ში მაინც დაგჭირდება Scrum, Kanban და Waterfall, იქიდან გამომდინარე, რომ 90% ყველა აი ამ მიმართულებით მუშაობს, განსაკუთრებით Scrum-ით და Waterfall-ით. ან ცალკე, კლასიკური Waterfall-ით, ან კლასიკური Scrum-ით, ან მერჯავენ, ან Kanban-თანაც მერჯავენ. მე კურსში ისე მაქვს გაკეთებული, რომ ამ მეთოდოლოგიებს ყველაფერს გავდივართ და დამერჯვის მომენტებსაც გასწავლით. იცით როგორ გასწავლით, რომ Waterfall-ს რო გასწავლით, ასევე გასწავლით Waterfall-დან Scrum-ზე როგორ გადახვიდეთ. იმიტომ რომ ესე რო ცალკე Scrum-ი ისწავლო, ცალკე Waterfall-ი, მე ერთმანეთში კონტაქტს დაკარგავთ იქიდან იქ როგორ უნდა მოხდეთ. შესაბამისად, ამ კურსში ამ გადასვლის მომენტი რამდენად რთული არის, ამაზეც ძალიან დიდ ყურადღებას ვამახვილებ. ესე ვთქვათ, ეს ცოტა ჩემს თავზე. თან არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ მიწევს ხოლმე ბოდიშით. გადავალ მაშინ უკვე ჩვენს, ასე ვთქვათ, ნიშნულობაზე, რატო არის ეს როლი მნიშვნელოვანი და დღეს მსოფლიოში საიდან წამოვიდა ზოგადად ეს როლი.
ვიცით, რომ პროექტები არის ძალიან კომპლექსური, ასე ვთქვათ, აქტივობა, პროცესი. და ამ პროცესში თავდაპირველად სანამ ასე ვთქვათ ეს როლები დაიყოფოდა, იყვნენ ძირითადად დეველოპერები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დეველოპერებს არ აქვთ და ზოგადად ადამიანებს არ აქვთ ყველაფრის კეთების ასე ვთქვათ უნარები. ზოგ ადამიანს, ახლა რომ დავაკვირდეთ ხო ჩვენ თავს, ზოგს ადამიანს შეუძლია ორგანიზება, ზოგს ადამიანს შეუძლია ვთქვათ იყოს რაღაცა კონკრეტულ რაღაცაზე ორიენტირებული, ზოგს ადამიანს შეუძლია ბევრი წერო, ზოგს ადამიანს შეუძლია ასე ვთქვათ, გუნდური მუშაობა, ზოგს ადამიანს შეუძლია, ასე ვთქვათ, გარკვეული რაღაც ინფორმაციის პრეზენტირება. ანუ ჩვენ ადამიანებს ეს ინდივიდები ვართ და გვაქვს ჩვენი უნარ-ჩვევები. შესაბამისად, როდესაც ესე იგი დეველოპერებს მოუწიათ, ასე ვთქვათ, თავიანთი უნარ-ჩვევების პარალელურად ის აქტივობები განეხორციელებინათ, რასაც პროექტ მენეჯერები ახორციელებენ, მიხვდნენ, რომ არც ისეთი ეფექტურები იყვნენ, იმიტომ რომ პროექტ მენეჯმენტი უფრო განსხვავებული არის იმისგან, რასაც აკეთებენ დეველოპერები თავიანთი როლების მიხედვით. კოუდინგი არის დეველოპერების, ასე ვთქვათ, პირდაპირი დანიშნულება, რომ იცოდნენ რა უნდა კლიენტს, ეს იყოს, ასე ვთქვათ, გადათარგმნილი მათ ენაზე დოკუმენტირებულად და შემდგომში ამ დოკუმენტების მიხედვით მათ შეეძლოთ, ასე ვთქვათ, მუშა პროტოტიპის, ან მუშა პროდუქტის შექმნა, კოუდინგი, რასაც ქვია, ხო? თავისი პროცესებით. თავისი სასიცოცხლო ციკლით. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც არიან, ასე ვთქვათ, მიმართულები ამ მიმართულებით, ამას ეხლა ჩვენ ვთხოვთ, რომ შენ იყავი კომუნიკაბელური, შენ შეგეძლოს შენი, ასე ვთქვათ, ნააზრების, ასე ვთქვათ, პრეზენტირება, შეგეძლოს, ასე ვთქვათ, კონფლიქტების მართვა, შეგეძლოს დაგეგმვა, ბიუჯეტირება, შეგეძლოს შეხვედრების ორგანიზება, ფასილიტაცია. ანუ ამ ყველაფერს თხოვდნენ დეველოპერებს და ეს იყო ძალიან არაეფექტური. შესაბამისად, რაღაცა პერიოდში მოხდა ის, რომ დეველოპერები, რომლებიც აკეთებდნენ ყველაფერს, პროექტ მენეჯერებიც იყვნენ, ანალიტიკოსებიც იყვნენ, თავიდან ესე დაყოფილი არ იყო, ხო, დეველოპერებიც იყვნენ და ტესტერებიც იყვნენ და ყველაფერი დიზაინერებიც იყვნენ. ანუ მიხვდნენ, რომ ეს იყო არაეფექტური და დაიყო ეს ყველაფერი როლებად, ზუსტად იმ უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, რა უნარ-ჩვევებიც გვაქვს ადამიანებს, ხო? პროექტ მენეჯერი როგორც ყველაზე აქტიური გუნდის წევრი და კომუნიკაბელური და კონფლიქტების მომგვარებელი და ასე შევთქვათ და ლიდერი, ასე ვთქვათ, ცალკე გავიდა, ანალიტიკოსი, რომელსაც უფრო დოკუმენტაციებთან წერა უყვარს, ასე ვთქვათ, და შეუძლია ბიზნეს მოთხოვნები აქციოს პროდუქტად დოკუმენტირებულ დონეზე, ის ცალკე გავიდა, დეველოპერები დარჩნენ თავიანთ კოუდინგში და დაემატათ ტესტერები, რომლებიც ტესტავდნენ მათ მიერ, ასე ვთქვათ, შესრულებულ სამუშაოს. დიზაინერებიც ცალკე არიან და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იქიდან დაიყო, ანუ დიზაინერები ვიცით, რომ უფრო კრეატიულები უნდა იყოთ, ხედვა უნდა ქონდეს ფერების, შრიფტების და ასე შემდეგ და ეს ყველა სკილები, რომელიც ასე ვთქვათ, ერთ ადამიანში იყო, თავიდან როცა იწყებოდა, ხო, თავიდან რო ყალიბდებოდა, ასე ვთქვათ, გადანაწილდა ადამიანებში და ასე ვთქვათ, მივიღეთ დღეს ის, რომ პროექტ მენეჯერი არის უკვე ცალკე ადამიანი, არც ანალიტიკოსი, არც დეველოპერი, არც ტესტერი, მარტო ცალკე მდგომი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროექტის მართვა. და პროექტის მართვიდან გამომდინარე, მას შეუძლია, ასე ვთქვათ, მართოს waterfall-ურად, იცოდეს ძალიან კარგად სკრამი და იყოს, როცა დაჭირდება სკრამ მასტერი, მას უწევს ძალიან ბევრი შეხვედრების მართვა და შეხვედრების მართვა თუ არა გაქვს ფასილიტაციის უნარები, ნუ წარმოუდგენელია და ხშირად რატო გვაქვს ხოლმე, ხო, ასეთ კომპანიებში რომ მუშაობთ, რომ აი შეხვედრები არის მხოლოდ შეხვედრებისთვის და არაფერი არ გამოგვაქვს შედეგი. იმიტომ რომ არა გვაქვს ფასილიტაციის უნარები განვითარებული. ანუ ფასილიტაცია არის ხელოვნება, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისევ მართოთ ეს შეხვედრა, რომ მივიღოთ აუთპუტად ის, რის გამოც შევხვდით საბოლოო ჯამში ის მივიღოთ. და თავისი ტექნიკები აქ ამ ფასილიტაციას, როგორი ტექნიკებით, ასე ვთქვათ, გავდივართ აი ამ შეხვედრებს, რომ მაქსიმალურად მივიღოთ შედეგი და უბრალოდ არ მოხდეს დაღლა ადამიანების ტყუილი საუბრისგან. იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე კომპანიებში შეხვდებიან ერთხელ 10 ჯერ და ანუ ერთ ადგილს ტყეპენ. ზოგი ერთმანეთს ეჩხუბება, ზოგი კონფლიქტი აქვს, ზოგი რაღაცას ვერ იყოფს. ეს იმიტომ რომ ფასილიტატორი არ აყავთ. და საქართველოში არ არის ეს პოპულარული, იმიტომ რომ არ იციან რა სარგებელი აქვს ფასილიტაციის უნარებს, მაგრამ უცხოურ კომპანიებში შენ თუ ფასილიტაციის სერტიფიკატი არ გაგაჩნია და შენ თუ ფასილიტაციის უნარი არ აგაქვს, ანუ შენ როგორც პროექტ მენეჯერს არ აგიყვანენ სამსახურში. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანის როლი და როლი როგორ პოზიციონირებს ეს ადამიანები მნიშვნელოვან შეხვედრებზე. და იმიტომ რომ ამ ადამიანს შეუძლია შეხვედრების ძალიან დადებითად, ასე ვთქვათ, წარმართვა. ყველანაირი კონფლიქტის, ერთმანეთთან ქიშპობის, ტყუილი წყლის ნაყვის გარეშე, ასე ვთქვათ.
მოდით ცოტა აქეთაც გადავალ, ეს გავიარე. კარიერული ზრდის პოტენციალს რაც შეეხება, როგორ არის იცით, ვიწყებთ როგორც წესი, ვიწყებთ ხოლმე ჯუნიორებიდან და სენიორობიდან არავინ არ იწყებს. ეხლა ამის ილუზია არ გქონდეს, ხომ? რადგანაც ანუ გარდა იმისა, რომ გინდა მენეჯერული თვისებები, უნდა იცოდე ძალიან ბევრი რამ, მაგრამ უსასრულოდ ვერ გეცოდინება ყველაფერი. ანუ რაღაც უძვიროქვევრივით არის ეს IT და მუდმივად სულ რაღაცები უნდა ისწავლო. ანუ თქვენ თუ გადაწყვიტავთ, რომ IT-ში დაიწყოთ მოღვაწეობა, იცოდეთ, რომ ანუ ყოველდღიურად დისციპლინასავით რაღაცა საათი უნდა გამოყოთ. დაახლოებით აი 1-2 საათი. მე მაგალითად დღეში აი თავიდან 3 და 4 საათსაც ასე ვთქვათ, მეცადინეობდი, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველ კომპანიაში რომ მუშაობდი, იქ ცოტა სხვანაირად გქონდა, იმიტომ რომ იქ კონსპექტებს ვაკეთებდი და იმის მერე მეცადინეობა მიწევდა და მერე რო წელები გავიდა და უკვე ინტერნეტი და გლობალიზაცია და ამდენი ტრეინინგები შემოვიდა, უკვე ყველაფერს ინტერნეტის მეშვეობით ვიღებდი კურსებს, წიგნებს და ასე შემდეგ ესე. დღესაც კი აი ახლა 3 დღის წინ დავამთავრე მაგისტრატურა IT მენეჯმენტში, რომ ანუ მუდმივად ვცდილობ, რომ რაღაცა მარტო ის კურსები კი არა, ანუ სხვა მხრივათაც შევხედო განათლებას და ყოველდღიურად აქ რო ხართ, მარტო პროექტ მენეჯერები კი არა, ნებისმიერი როლი რაც გაქვს პროექტში, ხო? ყველა როლთან ანალოგიური, ანუ თუ შენ ყოველდღე არ სწავლობ, ასე ვთქვათ, რაღაცა პერიოდის მერე შენ ჩამორჩები ამ თანამედროვე მიდგომებს, ჩამორჩები იმ სიახლეებს, რა სიახლეებით ძალიან ჩქარა შემოდის და ხვალ უცებ ვიღაცა სხვა, რომელიც შენზე მაგარია, შენზე ჩქარა სწავლობს, შენზე ბევრი რამე ისწავლოს, ისე ჩაგანაცვლებს როგორც არაფერი და ყველა ვინც IT-ში მოდის, პირველი უნდა იცოდეთ, რომ ყველაფერი არავინ არ იცის და ყველა ყოველდღე ვსწავლობთ. და ესეთი კურსებით მეც ვიღებ კურსებს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ მე ვსწავლობ და ვასწავლი, გარდა იმისა, რომ მაგისტრატურას დავამთავრე და შეიძლება ვიღაცა მითხრას, რომ ამდენი რამე გაიარე და რატო. მეც ეხლა რომ მორჩი მაგისტრატურას, აი ზუსტად ჩემს სიაში 3 კურსი მიწერია, რაც უნდა გავაკეთო პრიორიტეტების მიხედვით, მაგ ჩამოწერილი, რაღაცა პერიოდების მიხედვით, რომ მე ეს კურსები, ანუ რაღაცა დედლაინებს ვაძლევ ჩემ თავს და ამ პერიოდში უნდა გავიარო. ანუ ეს კიდე არის იმისთვის კარგი, რომ კიდევ მეტად განვითარდე. ერთი არის ხელოვნური ინტელექტზე, მაგალითად ხელოვნური ინტელექტისთან დაკავშირებული კურსის გავლა მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პროექტებს ვაკეთებ, მინდა რომ უფრო თეორიულად, სიღრმისეულად დავინახო თვითონ დეველოპმენტის კუთხით და ანუ ესეთი რაღაცები მაგალითად და AWS ეს არის cloud ტექნოლოგია, ესეთი კურსის გავლა მინდა. ანუ უფრო ტექნიკურ თემებში მინდა, ასე ვთქვათ, უფრო მეტად სიღრმისეულად შეცვლა. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული წარმოდგენა მაქვს და ზუსტად ვიცი როგორ მუშაობს, ხო, ეს მომენტები. მაგრამ მინდა რომ უფრო აი ესე ვთქვათ, ტექნიკურად მეტად შევიდე, იმიტომ რომ აი სწორედ ეს კარიერული ზრდა ჩემი დამოკიდებულია ამაზე. როგორ მეტად ვიქნები ჩახედული ტექნიკურ სფეროებში, იმიტომ რომ როდესაც იწყებ ჯუნიორობიდან, საკმარისია რომ იცოდე რაღაცა, ასე ვთქვათ, საწყისები, ხო? მერე რო გადადიხარ, ანუ კარგად უნდა იცოდე პროექტ მენეჯმენტი, კარგად უნდა იცოდე სკრამი, ვატერფოლი, უნდა იცოდე ფასილიტაცია და მერე იწყება უნდა იცოდე ტესტირება რა არის და ტესტირების მეთოდოლოგიები, უნდა იცოდე cloud ტექნოლოგიები როგორ მუშაობს, როგორ არის თვითონ development life cycle და მერე უკვე გადადიხარ შემდეგ ეტაპზე და მიდიხარ ანუ პროექტ მენეჯერობის მერე არის delivery მენეჯერობა, რომელიც უფრო ასე ვთქვათ, უფრო დიდი პროექტების ასე ვთქვათ მიღებას უზრუნველყოფს. მერე რა ვიცი, delivery მენეჯერობიდან უფრო დირექტორები ხდებიან და ასე ზოგი CTO-ები ხდება და ასე შემდეგ. ეს იმაზეა დამოკიდებული კარიერულად, როგორ წახვალთ, ანუ თქვენ როგორ უნარჩვევებს დააგროვებთ და რამდენად ისწავლით. რაც უფრო მეტი ისწავლით, უფრო მოთხოვნადი ხართ და უფრო მაღალი ხელფასი. აი ზუსტად ცოდნა და ხელფასი IT-ში პირდაპირ პროპორციულია. აწევ თუ არა დონეს, ხელფასზე გიჩდება პრეტენზია და შენ კომპანიამ რო არ დაგკარგოს, მინიმუმ გიმატებ აი ხელფასებს. ან სხვა კომპანია მოდის, რომელიც გეუბნება, რომ წამოდი ჩემთან. ანუ ეს კონკურენცია არის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯუნიორის დონეზე. იყო დრო რომ ჯუნიორის დონეზეც იყო, მაგრამ ეხლა უფრო ზედა დონეზე გვაქვს, სენიორების დონეზე. ქართულ ბაზარზე იდეაში მიდლების დონეზეა, იმიტომ რომ სინიორები ქართულ ბაზარზე აღარ ჩერდებიან. სინიორმა, ვინც იცის ინგლისური, ყველა გარბის უცხოურ კომპანიაში, აი ესეთ მაგვარ კომპანიაში, სადაც მე ვარ, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა სახელფასო რეინჯების და რო გადავალ სახელფასო რეინჯების მიხვდებით რატო. და ჩემ კურსზე ვინც მოდიან, რა ვიცი, კომპანიები აღარ დაუფინანსებენ, ასე მგონია ჩემს მოსწავლეებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართული კომპანიებიდან მერე გარბიან ინგლისურის სწავლობენ და გარბიან უცხოურ კომპანიებში და თან მეუბნები არ თქვათ კომპანიებში, მე რომ ამას გეუბნებით, იმიტომ რომ
სტანდარტების მიხედვით რო შეხედოთ, აი როგორც თანამშრომელი, როგორ გრძნობ თავს ხო ქართულ კომპანიაში და როგორ გრძნობ უცხოურ კომპანიაში. თავს აი როგორც ცოტა დედამიწა ისეა. ანუ ქართულ კომპანიებში მაინც როგორც ასე ვთქვათ, გამომყენებლითად გიყურებენ და იქ ხარ მისი პარტნიორი. იქ ხარ მისთვის, რა ვიცი, უძვირფასესი განძი იმისა, რომ ანუ შენ რო ხარ კმაყოფილი, მისი ბიზნესი წინ მიდის. აი ესე უყურებს ასე ვთქვათ, უცხოური კომპანია. ყველა არა. რაც უფრო დიდ კომპანიებთან გექნებათ შეხება, უფრო კარგი კულტურა დაგხვდებათ. და მე აი რო დაურეკიავთ ჩემთვის ახლა სულ ცდილობენ ხოლმე ქართული კომპანიები რომ რაღაცა შემომთავაზონ. აი ისეთ თანხას ვეუბნები, რომ ეგრევე რომ ყურმეს გიკიდებენ. ანუ განა ის რომ მე იმ თანხასაც არა ვარ თანახმა, იმდენად კომფორტი ზონაა ჩემთვის უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობა. უბრალოდ რო წარმომიდგენია რომ ქართულ კომპანიაში დავჯდე და ის ბიუროკრატია და ის ნერვების შლა მქონდეს, რაც მქონდა 5 წლის წინ და 4 წლის წინ, ანუ არანაირად არ მიღებს და ასე არის ყველა სენიორი, იმიტომ რომ ქართულ კომპანიებში სენიორები, ვინც ინგლისური იციან, აღარავინ აღარ ჩერდება. აი ძალიან აი მცირე რაოდენობა, ვინც ცვლილებებს უბრალოდ ვერ იტანს და იმ შეჩვეულზე, ასე ვთქვათ, აქვს, ასე ვთქვათ, აკმაყოფილებს, იმიტომ რომ ეშინია ნაბიჯის გადატანის და ამ დროს IT-ში რო ხარ არ უნდა გეშინოდეს, იმიტომ რომ რაც უფრო ბევრ სწავლობ, ბევრი იცი, უფრო წინ მიდიხარ და უფრო მეტად კონკურენტული ხარ და არ გეშინია უფრო მეტად ხვალინდელი დღის. და ანუ აი ზუსტად რო ვადარებ ხოლმე რა, რომ აი ბანკში რო ვიყავი, როგორ ვიყავი და აქ რო ვარ, როგორ ვარ, ასე ვთქვათ, მეტამცოდნოდა მაშინ, როცა ბანკში ვიწყებდი მუშაობას, რომ მაშინაც იყო რაღაც დონეზე IT, მაგრამ არ იყო საქართველოში, არ ვიცოდით, თორე სხვა ქვეყნებში იციან კი არა და 50 წელია იციან და ბევრად წინ არიან მაგიტომ, რომ აი ეს რომ ცოდნოდა, მამას, რაც მე გავაკეთე 11 წლის წინ, გაცილებით ადრე გავაკეთებდი. ესეც, ასე ვთქვათ, პერსპექტივები. და მოდი ცოტა ხელფასებზე დაგელაპარაკებით, რომ დაახლოებით წარმოდგენა გქონდეთ, რომ პატარა ბაზრის კვლევის ჩატარება დაგჭირდა ამისთვის, რომ დაახლოებით ვიცოდეთ როგორ არის, მაგრამ ნუ ჯუნიორებთან დაკავშირებით დაახლოებით ესე იხდიან ქართული კომპანიები და სადღაც ესე 1500-დან 2000 ლარამდე საშუალოდ. მიდლებს ქვიათ, რომ 3-5 წელი ესე ქვია მიდლებს. შუაში რო არიან, ეს 2500-დან 6000 ლარამდე გამოსდით ქართულ კომპანიებში და სენიორები, რომლებიც არ მიდიან უცხოელებთან, სადღაც 6-9000. ოღონდ ეს პროექტ მენეჯერების ხელფასი და სკრამ მასტერების ხელფასია და არა დეველოპერების. დეველოპერების რეინჯი ცოტა უფრო მაღალი არის, რაღაც დაგიმალოთ. რაც შეეხება ამერიკა და ევროპა, როგორ არის იცი, ხა აქ საშუალოა, მაგრამ აი ევროპაში ცოტა უფრო ნაკლებია, ამერიკაში მეტი რეინჯს რასაც უყურებთ, ანუ ქვედა რეინჯი უფრო ევროპის ხელფასებია, ზედა რეინჯი ამერიკის ხელფასებია, ამერიკაში გაცილებით მაღალი ხელფასებია. ჯუნიორებს აქვს დაახლოებით ევროპაში 3000-დან 6000-მდე, მაგრამ ეს ის ჯუნიორი არ არის, ჩვენ რო ჯუნიორებს ვეძახით. დაახლოებით ეს ჯუნიორი არის ჩვენი მიდლის ლეველის. შეიძლება ზუგ სენიორად ეგონოს თავი და ჯუნიორად აიყვანონ. ანუ დონეების მიხედვით განსხვავდება ქართულ ბაზარზე მომუშავე თანამშრომლის დონე და უცხოეთში მომუშავე თანამშრომლის დონე. შესაძლოა ერთი ერთნახევრით მაინც ჩამორჩება საქართველო. ამიტომ ანუ ის რუისაც 3000 და 1500 დოლარი აქვს, ის 3000-იანს ვერ იშოვის. დაახლოებით აი ესე ვთქვათ, აი ეს ვინც არის მიდლი 2500-დან 6000-მდე, აი უცხოურ კომპანიაში შეიძლება საწავედი 3000-დან დაიწყებს, ასე ვთქვათ რა, სამსახურის ოფერებს დაახლოებით. მაგრამ აქაც კომპანიას გააჩნია. ნუ მიდლებზეც 6-დან 10-მდე არის, 10 ამერიკაში არის, ევროპაში დაახლოებით 6 ესეა, 6-7 და ამერიკაში 10. და სენიორზე ხო საერთოდ, ანუ სენიორი რაც რო გაღიაროს უცხოურმა კომპანიამ, ნუ ეს არ ვიცი, ეს არის საკმაოდ ისეთი რთული, რამდენი სერტიფიკატები და გასაუბრებები და რამდენი რამე უნდა გაიარო, მაგრამ ნუ თუ აგიყვანეს, რა ვიცი, ეხა წლიური 100,000-დან 120,000-დან იწყება ამერიკაში ხელფასები, 160-180,000 გამოდის წლიურად ამერიკაში ხელფასები. ნუ საკმაოდ მაღალია. უბრალოდ
ყველა არ თანხმდება არა ამერიკის მოქალაქეს ან არა ევროპის მოქალაქის აყვანას და ანუ აი ეს არის ცოტა გართულებული რომ შუამავალი კომპანიებით ხდება ხოლმე ჩვენი დასაქმება, იმიტომ რომ პირდაპირ ინფლუენსერს ვერ გვირეგისტრირებენ ან ინდმეწარმეს ვაკეთებინებენ და პირდაპირ ინდმეწარმით ვემსახურებით, ერთი ვარიანტი არის ეს და მეორე ვარიანტია რომ შუამავალი კომპანიები, როგორც ჩემი კომპანიაა, ხო, კვარტორი, ეპამი, თქვა, დატა არტი ან ასე შემდეგ რა კომპანიებიც არიან. ესენი არიან შუამავალი კომპანიები და ამათ განავყავართ, ანუ ამათთან აკეთებენ გარკვეულ კონტრაქტს და მე ამათთან უკვე ჩვენ როგორც თანამშრომლები ისევად გაფორმებული. ნუ ეს რაღაცა ეს სქემა დამკვიდრდა. პირდაპირ გასვლა ასეთ კომპანიებზე ცოტა ძნელია, შუამავლით უფრო ადვილია. თუმცა პირდაპირად შეიძლება გასვლა. ნუ რელოკაციის თემებშიც არის ასე ვთქვათ მოთხოვნა რომ რელოკაციაში წახვიდეთ, განსაკუთრებით უჭირს მალტას. მალტაში რელოკაცია არის ძალიან ადვილი. და კიდე არის რამდენიმე ევროპული ქვეყანა, აი მაგალითად პორტუგალია, ოღონდ გადადი IT-ის კუთხით და ყველანაირი შეღავათი გაქვს. ანუ ასე ვთქვათ, ანუ ბევრი ამ ბოლო პერიოდში უკვე რელოცირებას ითხოვენ, იმიტომ რომ უნდათ რომ თანამშრომლები კვირაში რამდენიმე დღე მაინც იქ ოფისში ნახონ. თუმცა ონლაინად მუშაობენ. ახლა მე მაგალითად ბრიტანულ კომპანიაზე მუშაობ ახლა კვანტორიდან, მაგრამ ანუ არავინ არ მთხოვს რომ ვიარო, ანუ მე ჩემი სახლისიდან, ჩემი ლეპტოპი არის, ჩემი ასე ვთქვათ სივრცე და იქიდან მუშაობ. მაგრამ ანუ ასე ვთქვათ გააჩნია თქვენ როგორ გინდათ. ზოგი რელოცირდება, ხა ბევრი ვიცი რომ წავიდა, ბევრი მიდი მოდის, ზოგი ასე ვთქვათ აქედან მუშაობს, გააჩნია შეთანხმებას როგორ შეუთანხმდებით და თქვენი დონე რამდენად მოეწონებათ. ეს არის ასე ვთქვათ. ეხლა ცოტა რომ კურსზე ვილაპარაკოთ. ვინ შეიძლება რომ აიღოს ეს კურსი? ანუ კურსი ისე შევქმენი, რომ ანუ ყველანაირი ადამიანებისთვის მქონდეს გასაგებენაზე აღქმული, ანუ ზოგადად 0-დან ვასწავლი და ვთვლი რომ რამე რომ კარგად ისწავლოს ადამიანმა, პირველი აგურიდან უნდა ისწავლოს და არა რაღაცა გარკვეული აშენებული, რაღაცა არასწორად აშენებულის დაშენება მოხდეს. შესაბამისად, ახალი ადამიანია ეს ამ სფეროში თუ უკვე რაღაცა გამოცდილება აქვს, ახლისთვის უფრო ადვილია მე თუ მკითხავ, იმიტომ რომ ძველს რო აქვს რაღაცა შეჩეული, იმის ტვინის გადაბრუნება უფრო ძნელია, ვიდრე 0-დან სწავლა. და ეხლა ის ზუსტად წინა კურსზე, ხო თქვი რომ ძალიან ძლიერი კურსი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ის გამიჭირდა რომ მყავდა 6 ანალიტიკოსი, უკვე მოქმედი მიდლიდან სინიორამდე და აბსოლუტურად დამახინჯებულად ჰქონდათ მასწავლი და ამათ ჰქონდათ იმდენი კითხვები, რომ 2 საათიანი ლექციები გახდა 3 საათიანი ლექცია. ანუ არ მიშვებდნენ ლექციიდან, იმდენი კითხვები მოდიოდა, იმიტომ რომ აი აბსოლუტურად ფაქტიურად რო ვეუბნებოდი, რასაც აკეთებდნენ, ის არ უნდა, ანუ შოქში იყვნენ რა, რასაც მე ვეუბნებოდი. თეთრზე შავს აკეთებდნენ და თეთრი უნდა ეკეთებინათ და ანუ აი ამაზე გქონდა, აი ფაქტიურად ვუღეჭავდი ყველა სიტუაციას. ყვებოდნენ მე თავის кейს, აბა ამაზე როგორ უნდა მოუქცეულიყავი და მე გავდიოდი ასე დეტალურად და ასე ვთქვათ ჩვენ ყველა თემის მერე ყველა ჩემი ლექცია რაც იყო 2 საათიანი, გახდა 3 საათიანი. ეს იყო რაღაც თან შაბათს დღეს ქონდა მაშინ და შაბათს ვუყეთ მთელი დღე დაგდებული ვიყავი. ასევე ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უნდა კარიერული ზრდა, ანუ რა თქმა უნდა, გარკვეული რაღაც წარმოდგენა ამ სფეროში და უნდა რომ რაღაცა თქვათ უფრო მეტად კარგად იცოდეს და ანუ ყველასთვის არის რა იდეაში ეს, იმიტომ რომ გამოცდილება მაჩვენა რომ აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს სად აქვს ნამუშევარი. თუ უნდა, ყველა ისწავლის. ჩემი წინა კურსი, ძალიან შორს რო არ წავიდე წინა კურსებზე, არც ასაკობრივი. ანუ ხალხო 60, რამდენის იყო? 55 წლის მყავდა ერთ-ერთ ჯგუფში, ყველაზე ასაკიანი და ძალიან მაგარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობ და ის გოგო ძალიან ასე ვთქვათ, კარგად დაამთავრა, რა ვიცი, რა ასაკის, 20 წლისაც კი მყავდა. ეხლა ამ ჯგუფში, წინა ჯგუფში მყავდა 20 წლის, რომელსაც IT კომპანია გააკეთა, ენტერპრენეურობა დაერქვა და მიხვდა, რომ პრობლემები ჰქონდა და მოვიდა და ისწავლა რატო ანუ გაიგო რა ქონდა პრობლემები, ასე ვთქვათ. ანუ ესეთი ადამიანებიც ეხლა მყავდა კიდე სადაზღვევოდან ვიჩ, რომელსაც ცხოვრებაში არ უშმუშავია IT-ში და ანუ საკმაოდ მაღალი შედეგებით. თუმცა არაპირებს IT პროექტ მენეჯერობას, უბრალოდ უნდოდა, იმიტომ რომ გაეგო, რომ ასე ვთქვათ, ხშირად უწევს IT კომპანიებისთვის დაკვეთა პროდუქტების და უნდოდა რომ გაეგო, ანუ იქით მხარეს რა ხდება. და იდეაში გაიგო. და ანუ სხვადასხვა სფეროს ადამიანები, არცი ვერ გამოვყოფ, რომ ვთქვა, რომ აუცილებლად მარტო პროექტ მენეჯერები მოდიან აქ. ანუ ყველანაირი ადამიანი მოდის. შესაბამისად, მე кейსებს ისე ვაწყობ ხოლმე, რომ აი მაგალითად გუნდს ვარჩევინებ რა უყვართ და მარტივ მაგალითებს ვცდილობ, რომ აუხსნა. ეხლა წინა კურსზე ქონდა მაგალითად შოკოლადის ტორტი.
და სკოუფიდან დაწყებული ყველაფერი შოკოლადის ტორტზე მაქვს აწყობილი. იმის წინ პიცა გააჩნია, ანუ სამშენებლო სახლის აშენებას ქონია, ასე ვთქვათ, მაგალითად, მანქანის აწყობა. გააჩნია, ანუ ყველაფერნაირი ისეთი მაგალითებით ვცდილობ, რომ მოვიტანო ასე ვთქვათ, სტუდენტებამდე, რომ მათ მარტივად გაიგონ. თავარი ესა. მე რა თქმა უნდა, ახლა IT პროექტებზეც ვაკეთებ პარალელს, მაგრამ თავარია შინაარსი გაიგონ, ის გაიგონ რას გულისხმობ და ის გაიგონ რა დევს ამა თუ იმ, ასე ვთქვათ, თეორიის უკან. ხო. და აუზეთ არ გადაგვიოს. ხო. და გადავიდეთ, მოდით ესე ვთქვათ, კურსზე. კურსი არის საკმაოდ დიდი, 60 საათია, 20 ლექციანია და შედგება როგორი ასე ვთქვათ, ვსწავლობთ დეტალებში რა საკეთებს IT პროექტ მენეჯერი და რას არ აკეთებს. იმიტომ რომ ყველაზე მეტად ვაკვირდები ადამიანებს უჭერთ იმის გაგება რა არის მათი საქმე, მათი სკოუფი რა არის, მათი გასაკეთებელი არეალი რა არის. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყველაფერს ედება და შეიძლება ის რაც მისი გასაკეთებელია შეიძლება არა როგორც წესი ის რაც მისი გასაკეთებელია იმას არ აკეთებს და ხშირად კურსის დასაწყისში ქონდათ ხოლმე ესეთი რაღაცა რომ აბა ეხლა მარტო ის რო ვაკეთო რასაც პროექტ მენეჯერი აკეთებს უსაქმური უნდა ვიყო და რო გავიარეთ კურსის გარკვეული ეტაპი და მივედით იქამდე რომ ცოდნა დააგროვეს, მე დავუსვი კითხა. ეხაც იმას ფიქრობ მეთქი რომ გარდა იმისა, რასაც პროექტ მენეჯერი აკეთებს, სხვა რამეც უნდა აკეთო, თქო გექნება მეთქი მაგიზრო თქო და არაო, იმიტომ რომ ეს მაშინა ადამიანს ეს განცდა, როდესაც არ იცის მისი ნამდვილი საქმე რა არის. დაახლოებით აი მოდით ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, რომ შოკოლადის ბისკვიტის მცხოველი რო აკეთებდეს კრემს. რამდენად სწორია, ხო? იმისთვის, როცა ამ დროს მისი მარტო შოკოლადის ბისკვიტია, მისი გასაკეთებელი და ამ დროს გუნდში არ არის სწორად როლები გადანაწილებული. ხო, ის ადამიანი ხო არ კრემს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ არ გაუკეთებია. შესაბამისად, რაზეც ხარ ასე ვთქვათ, სპეციალიზირებული, უნდა აკეთო ის შენი საქმე. და თუ სხვა რამის კეთებაც გიწევს, მაშინ იმის სერტიფიკატიც უნდა ქონდეს და იმაზე სპეციალიზირებული უნდა იყო, იმიტომ რომ თუ ის კარგად არ იცი, იმასაც ვერ გააკეთებ. შესაბამისად, ასე ვთქვათ, აქ ძალიან ბევრს ვილაპარაკებ. თვითონ ვინ არის პროექტ მენეჯერი, ვინ არის სკრამ მასტერი, აბსოლუტურად ორი სხვადასხვა როლია, ვინ არის პროდუქტ ოუნერი, ვინ არიან სხვა დეველოპერ გუნდის წევრები, ვინ რას აკეთებს, ვის რა მოვალეობები აქვს. მეთოდოლოგიებს აბსოლუტურად კარგად ჩავშლეთ waterfalls და scrums. გავივლი მათ შორის მსგავსებას და განსხვავებას, ანუ შედარებები რა არის იმაში, რა არის ამაში, რომელში რა არის კარგი, რა არის ცუდი. რომელი მეთოდოლოგია როდის უნდა გამოიყენო, როდის არ უნდა გამოიყენო, როდის შეგიძლია რაღაცა დამერჯო, როგორ შეგიძლია დამერჯო, როგორ შეგიძლია ეს ინსტრუმენტები გამოიყენო. ასევე გავივლით პროექტ გავივლით დაწყებიდან, ანუ როგორ დავაინიცირო, ნოლიდან როგორ დავიწყო პროექტი, როგორ ავიყვანო რესურსები, როგორ შევაფასო პროექტი, როგორ გავაკეთო ასე ვთქვათ შეთავაზება, ბიუჯეტი როგორ დავთვალო, მე ეს ბიუჯეტი როგორ მართო, რა შეიძლება, რა თულები შეიძლება გამოვიყენოთ ამ ბიუჯეტის სამართავად, რესურსების სამართავად, თვითონ გრაფიკის სამართავად, ასევე შემდგომში რისკ მენეჯმენტი, როგორ უნდა მართო რისკები, იმიტომ რომ პროექტი რისკების გარეშე არ არსებობს, შესაბამისად რისკ მენეჯმენტი ყველას უჭერს და რისკ მენეჯმენტზე საკმაოდ ასე ვთქვათ, ვრცელი 2 ლექცია გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან რთულია და უნდა ისწავლოთ, როგორ უნდა აღმოაჩინოთ რისკები, როგორ უნდა გაიგოთ ეს რისკები, როგორ უნდა მოიშოროთ, ან როგორ უნდა შეარბიდოთ მისი გავლენა. ასევე ვისწავლით პროექტის დაგეგმვას, ყველა აქტივობებს, ყველა საჭირო დოკუმენტაციას, თუ სადმე რამე დოკუმენტი არსებობს, ყველანაირ დოკუმენტს გავივლით ზედაპირულად, თუმცა დავალებებში ის დოკუმენტები გექნებათ, რომელიც ყველაზე ასე ვთქვათ, ტოპ გამოყენებადია, რა თქმა უნდა, რომ ყველაფერი გამოყენებადი არაა. თუმცა ყველა კომპანიას აქვს თავისი შიდა კულტურა და თქვენ უნდა გქონდეთ ცოდნა იმისა, ასე 30-მდე დოკუმენტის სახეობა არსებობს. როგორი დოკუმენტის სახეობები არსებობს, ეს უნდა იქონდეთ წარმოდგენაში, რომ რო დაგჭირდებათ, მე გამოიყენოთ. ტემპლეიტებსაც რა თქმა უნდა ყველაფერს მოგაწოდეთ თავისი რესურსებით და გასწავლეთ როგორ მოიძიოთ. ასევე გასწავლით პროექტის აღსრულება, როგორ ხდება development პროცესში, როგორ უნდა მართოთ ცვლილებები, იმიტომ რომ ცვლილებების გარეშე პროექტს ვერ მართავთ. ტესტირების მეთოდებს და მას გამოყენებას გასწავლით, რა არის ეს ტესტირების მეთოდები და რამდენაირ ტესტირების მეთოდებია და რა დროს რა უნდა გამოიყენოთ. ასევე deployment სტრატეგიებს გასწავლით, ეს არის პროექტის ასე ვთქვათ, ხალხში გაშვება.
და ამის სტრატეგიები, როგორი გარემოებები უნდა გქონდეთ, გარემოებებს შორის ურთიერთკავშირი როგორ უნდა გქონდეთ აწყობილი, ტექნიკურად არა, პროჯექტ მენეჯერულად თქონდ. ასე ვთქვათ, როგორი სტრატეგიები არსებობს, რომელი იაფია, რომელი ძვირია, რომელი რა დროს უნდა გამოიყენოთ და ასე შემდეგ. ასევე პროექტის დახურვას ვისწავლეთ, სწორედ დახურვას, რომ მე არ მოგვედაოს, ასე ვთქვათ, ამკვეთი. მე გადავალ Scrum მეთოდოლოგიაზე, ანუ ისე მაქვს აწყობილი, რომ ჯერ ძველ მეთოდოლოგიას ვსწავლობთ, ძველ მეთოდოლოგიის დაწყებისას გვაქვს რაღაცა შედარებები და მე აბსოლუტურად მთლიანად ვეშვებით ძველ მეთოდოლოგიებზე. და მიდგომა ესეთი მაქვს, რომ რაღაცას ჯერ ზედაპირულად ვსწავლობ და მე სიღრმისეულად ჩავდივარ. მე რაღაცას ვახსენებ უფრო ზედაპირულად, რომ მოგამზადოთ, მე იმაში ჩავდივარ სიღრმისეულად, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასალა და ერთბაშად ყველგან ესე ჩასვლა ძნელია. მე ტრადიციული მეთოდის, ანუ waterfall-ის მე გადავდივარ Scrum-ზე. Scrum Guide-ის მიხედვით და არა 1000 მილიონი რაღაცა რო იძებნება ინტერნეტში და ზოგი მართალი და ზოგი ტყუილი. Scrum Guide არის Scrum Guide, რომელიც არის Scrum-ის ასე ვთქვათ ბიბლია. და ყველაფერს გავდივართ ერთ-ერთზე Scrum Guide-ის მიხედვით, თავიდან ბოლომდე. Scrum Guide იდეაში დაგაზეპირებინებთ. ეგრე გამოგივათ საბოლოო ჯამში. და იდეაში ყველა რომ მოდის ჩემთან და არიციან Scrum-ი, ისე მაკო გახსოვს, ყველას მე პრეზენტაციებში ბოლოში Scrum-ი რომ მოაქვს და waterfall-ი რო აღარავის აღარ უნდა. ხალხი მუშაობს waterfall-ით. და აბა როგორ Scrum-ი და ბოლოს მაქვს გამოცდის წინ პრეზენტაცია. და ამ პრეზენტაციაზე ყველას უნდა Scrum-ი. და Scrum-ის თამაშები მოაქვს პრეზენტაციებზე. ასე რომ ის არის ცოტა ისეთი სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველას waterfall-ზე მუშაობს და მე Scrum-ით მოდიან. ანუ Scrum-ს გავივლით ყველანაირად, თავიდან ბოლომდე თავის кейსებიან, თამაშებიან, სიმულაციებიან, ყველა ასე ვთქვათ ცერემონიალის სიმულაციას გავივლით და ძალიან ბევრი кейსები მაქვს და სხვათა შორის ეხლა წინა კურსიდან განსხვავებით ეს კურსი თითო 3 საათიანია, იმიტომ რომ кейსებიც დავიხმარო. იმიტომ რომ როგორ არის დაკვირვებიდან გამომდინარე, ყველა გუნდში თანაბარი კითხვები არ არის. და ის რომ ზოგან 2 საათს ვასწრებდი, ზოგან 2 საათს ნახევარს და 3 საათს, ეხლა გადავწყვიტე რომ გავხადო 3 საათიანი და გარანტირებულად მქონდეს кейსები, რომ როცა დამრჩება დრო და ვთქვათ, ბევრი კითხვები როცა არ იქნება, кейსებით დაგახმაროთ, რომ უფრო რეალურად და აღიქვათ ის განვლილი მასალა. თუმცა აქაც ვაკეთებდი იდეაში, მაგრამ ასე ვთქვათ, ამ კურსზე უფრო მეც ვაკეთებ და მომიწევონ ჩემმა წინა, ასე ვთქვათ, ბავშვებმა, იმიტომ რომ რაღაცა ეს გამოცდილებიდან გამომდინარე დავინახე, რომ ესე უკეთესია. და კიდევ გვექნება кейსები და სიმულაციები თქვი, დამატებით ფრეიმვორკებად Nexus გავივლით, Nexus-ი ეს არის სკალირებული Scrum-ი, Kanban-ს გავივლით და Extreme პროგრამის გავივლით, ესეც agile მიდგომები არის, ეს ოღონდ ბოლოსკენ, იმიტომ რომ ამაზე უბრალოდ ცოდნა უნდა გქონდეს, იმიტომ რომ შეიძლება ბოლომდე ვერ გამოიყენო და იდეაში მარტივია, ანუ Scrum-ს რო გავივლი, ესენი უკვე მარტივია. გვექნება პრაქტიკული დავალებები Jira-ში, იმიტომ რომ Jira-ს ითხოვს უმეტესი მოსამსაქმებელი და რადგანაც თქვენ გინდათ რომ დასაქმდეთ ამ მიმართულებით Jira აუცილებელია, თორმე სხვა პროგრამებიც არის უბრალოდ ეხლა Jira-ს არ გასწავლეთ უბრალოდ Jira-ში გექნებათ დავალებები, Jira თქვენ თვითონ უნდა ისწავლოთ. Jira ცალკე ასე ვთქვათ საგანია და შეგიძლიათ აიღოთ ან YouTube-ის ვიდეოებს ჩაგიყრით და თქვენ გასწავლეთ როგორ მოძებნოთ, მანუალს მოგცემთ და ანუ თქვენ თვითონაც ისწავლეთ, MS Project გავივლით აუცილებლად, MS Project-ში რამდენიმე დავალება გექნებათ და ესეც იმიტომ რომ კლიენტები დამსაქმებლები ითხოვენ, თორემ მე საერთოდ არ მიყვარს MS Project-ი. Miro-ს გავივლით და აი Miro გახდება თქვენი მარჯვენა ხელი, რა ვიცი, ჩემი არის და ყველა მაგას იძახის, რომ Miro არის ეს, არ ვიცი, ყველაზე ერთ-ერთი ეფექტური გამოყენებადი ბორდი. Confluence-ად გაივლით, Confluence გაივლით, ანუ თქვენით. მე მოგცემთ გაიდებს და მანუალებს და რაღაცებს აგიხსნით, მაგრამ ეს ისეთი რაღაცებია, ყველაფერი YouTube-ზე იძებნება და უბრალოდ დავალებები რო გექნებათ, ჩაუშვებით და ძალიან მარტივი სანავიგაციოა. და ბოლოში გვექნება, ანუ ძალიან ბევრი დავალებები გექნებათ. ანუ არ გეგონოთ, რომ აქ ძალიან ბევრი დრო უნდა გამოყოთ. კი გაქვთ კვირაში ერთხელ, კი იქნება კვირაში ერთხელ ლექცია, მაგრამ კვირაში ერთხელ დავალებაც გექნებათ საკმაოდ მსუყე. შესაბამისად, თითო დავალებაზე გექნებათ 2 კვირა. და ეს დავალებები თქვენით უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ აღიქვათ, რას აკეთებს პროექტ მენეჯერი. რაც დავალებები იქნება, ის არ მოვა არც პრეზენტაციაში და არც გამოცდაზე, იმიტომ რომ დავაბალანსოთ ცოდნა. პრეზენტაცია იქნება ბოლოს წინა, ასე ვთქვათ, შეხვედრა, მე იქნება გამოცდა და იქნება ასევე 2 დღიანი ოფლაინ ფიზიკური
workshop-ი ფასილიტაციის. და რა არის ახლა ეს? ეს იქნება ძალიან აქტიური, ინტერაქციული, ასე ვთქვათ, workshop-ი, სადაც გაივლით ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ტექნიკას, როგორ უნდა მართოთ ეფექტურად შეხვედრა, რომ შეხვედრა იყოს წარმატებული. გასწავლით ყველა იმ ხელსაწყოს და იმ ხრიკებს, რასაც იყენებენ ფასილიტაციის დროს. მე პირადად სერტიფიცირებული ფასილიტატორი ვარ და მე ეს მაგ ოფიციალურად ICAGIL-ში გავლილი და ასე ვთქვათ, ის ცოდნა რაც მე იქ მომცეს, ასე ვთქვათ, მომაკ აქამდე მარტო ცალკე ვაკეთებდი ამ ფასილიტაციის workshop-ებს, მაგრამ ეხლა ანუ ყველა გუნდიდან გამომდინარე დავაკვირდი, რომ ძალიან ბევრ ჭირდება ეს და ამიტომ ახალი გუნდი ვინც იქნება, წინებზე ვინც ვერ გაიარა, ისინიც ასე ვთქვათ აიღებენ ამ მარტო 2 დღეს, იმიტომ რომ იქ არ მოხდა აი ამ 2 დღიანის ჩასმა. ეს 2 დღე იქნება ასე ვთქვათ ინტენსიური შეხვედრა, სადაც მე ვილაპარაკებ ცოტას და თქვენ გააკეთებთ ბევრს და ისე შემოგესწავლებათ ეს ფასილიტაცია, რომ მე ძალიან დამაინტერესებს თქვენი ფიდბექები. იმიტომ რომ ფიდბექი არის ძალიან მნიშვნელოვანი და კურსი რო უფრო და უფრო კარგი გახდეს, თუნდაც აი მე მაგალითად ესე ვუყურებ, ჩემი რო კურსი ყოველჯერზე უფრო კარგი არის, ჩემი მოსწავლების დამსახურებაა, რომ ვაკვირდები მათ ქცევას, რა მოწონთ, რა არა კურსის განმავლობაში და ვცდილობ, რომ ყოველი კურსი ბევრად უფრო კარგი იყოს, ვიდრე იყო წინა. თუმცა არ წინა იყო ცუდი, მაგრამ ეს განვითარების, ასე ვთქვათ, მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მივუტანო ადამიანებს. და რა ვიცი, ხო, 20 ლექციანი არის 60 საათი ჯამში, იქნება თეორიული სწავლება, кейსები, ანუ პრეზენტაციები იქნება, ანუ ჩემი პრეზენტაციები პირდაპირ გეუბნებით ლამაზი არ არის. ჩემი პრეზენტაციები არის ადაპტირებული, სხვადასხვა წიგნების, ასე ვთქვათ, ქართული ვერსია მაქვს გაკეთებული, რომელსაც დაჯდები, წაიკითხავ და ისწავლი. ანუ გაპრანჭული სლაიდებით მე არ მოვდივარ, იმიტომ რომ ის მასალაა, რომელსაც ისწავლი. ანუ ცალკე რომ მოგიტანოთ 500 გვერდიანი წიგნები, ამას არავინ არ წაიკითხავთ. შესაბამისად ვაკეთებ სლაიდებში ისე, რომ რაც მნიშვნელოვანია, ის მნიშვნელოვანი ნაწილები გადმოვაკ. დისკუსიებიც გვექნება, სიმულაციებიც გვექნება და ასე ვთქვათ, კონსულტაციები გვექნება და ასე შემდეგ. ბოლოში გვექნება სერტიფიკატი, მაგრამ ამისთვის ვაიმე ბოდიშით რატო ამომივარ და ეს მეილი ბოდიშით. ვაიმე ხო, და გასწავლით კიდევ ამის მერე როგორ უნდა მოიქცეთ და როგორ გააგრძელოთ თქვენი, ასე ვთქვათ, განვითარება. ეხლა მზად ვარ კითხვებისთვის. ნინო, ორი სიტყვით, რადგან ბოლოში ეწერა შესაძლებლობა უშუალოდ საერთაშორისო სერტიფიცირების, ეს განვუმარტოთ, რომ არ იფიქრონ, რომ ეს საერთაშორისო სერტიფიკატია, რასაც ჩვენ გავცემთ, ხო? ხო, არა. ხო, ეს არის უბრალოდ მეგობრებო, ის რომ თქვენ აი ამ ცოდნით უკვე რეალური რაღაცა ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ, რომ უკვე მოემზადოთ საერთაშორისო გამოცდისთვის. ანუ ბაზა ძალიან კარგი გექნებათ, დანარჩენი ძირითადად არ ჩქარობენ, ხოლმე გამოცდილებას იღებენ და მერე გეგმავენ ხოლმე საერთაშორისო სერტიფიკატების აღებას, თუმცა ხო, შეიძლება პირდაპირ განაგრძოთ მაგ მიმართულებით სვლა. კარიერული კონსულტირებაც ეწერა იქ. და ზოგადად სტუდენტი, რომელიც ჩვენთან სწავლობს, ერთვება პარალელურად, ავტომატურად კარიერის პროგრამაში, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა დახურულ შეხვედრაზე დასწრება სპეციალურად მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე CV-ს და LinkedIn-ის პროფილის განახლებას შეძენილი კომპეტენციების მიხედვით, თუმცა ვიდრე ვთქვათ კურსი დასრულდება, მანამდე რა თქმა უნდა ეფექტურად უნდა გამოიყურებოდეს და ამ ნაწილის განახლებაში ვეხმარებით, რეკომენდაციებს ვაძლევთ სტუდენტებს, კონკრეტულ დავალებებს იღებენ და მე ასევე ჩვენი კარიერის მენეჯერი უბრუნებს უკავშირს, რამდენად დამაკმაყოფილებელი არის იმისთვის, რომ თუნდაც უფრო მეტად აქტიურად ეძებოს სამსახური, ასევე სწავლობენ სამსახურისძიების სტრატეგიებს, ასევე შეუძლიათ რეკრუტერთან გასაუბრების სიმულაციის ჩანიშვნა და ეს ეხმარებათ იმაში, რომ აი თუ რეალურ გასაუბრებებზე ხშირად დანაკლის განიცდიან, რამდენად ვთქვათ, რადგან ვერ იღებენ ხოლმე ხშირად უკავშირს, თუ რატომ არ მოხდა მათი შერჩევა მაინც და მაინც, ან რა დაიწუნეს, რა აკლდა კანდიდატს, ჩვენ შემთხვევაში დეტალურ უკავშირს ვაწვდით, რომ რეალურ გასაუბრებებზე ის შეცდომები აღარ დაუშვას და მაქსიმალურად ეფექტურად გაიარონ ხოლმე ყველა ეტაპი. ასევე გცევით ინტერვიუს ნაწილში, აი ამ ყველაფერს ვაკვარიანებთ სტუდენტებს ისე, რომ გაზარდონ შანსები
დასაქმების. ასევე პარტნიორი კომპანიების რაოდენობაზე ხარისხზე შინაარსზე ყოველთვის უზრუნავთ, ამაზე ცალკე გუნდი მუშაობს და შესაბამისად მათგანაც, როდესაც გვაქვს ხოლმე ვაკანსიები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენს ტოპ კურს დამთავრებულებს ვუზიარებთ. ნინოც აქტიურად არის ჩართული, რაც მის ხელთ არის ხოლმე ვაკანსიები, ყველა ჯგუფს უზიარებს ხოლმე აბსოლუტურად და პირველი გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით. ამის გარდა კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ ეს ჩვენი სერვისი მთლიანობაში არ არის მხოლოდ რაღაცა კურსის თარიღებით შემოსაზღვრული, არამედ თქვენ რომ პირობითად ახლა მალევე ვთქვათ სტაჟირება დაიწყოთ ან დასაქმდეთ ჯუნიორ პოზიციაზე, ერთი წლის შემდეგაც, როდესაც ვთქვათ ცვლილებებისთვის იქნებით მზად, ისევ შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ, ისევ აქტიურ მაძიებელთა სიაში ბაზაში მოხვდებით და შესაბამისად ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენს ცვლილებებში წვლილი შევიტანოთ, ისევ მოგამზადოთ გასაუბრებისთვის, კონსულტაცია გაგიწიოთ და მოკლედ ეს უწყვეტად ხდება ჩვენგან კარიერული მხარდაჭერა. ამის გარდა, რა თქმა უნდა, სამომავლო თუ რაიმე სხვა კურსებსაც დაგეგმავთ, ლოიალობის პროგრამით სარგებლობთ და სხვა ფასები არის ჩვენი ყოფილი სტუდენტებისთვის. ძირითადად ყოფილი არ არიან, სულ სწავლობენ ხოლმე ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა კურსზე, მით უმეტეს რომ გვაქვს საბაზისო კურსებიც და ასევე გვაქვს advanced კურსები, რომელიც არის კონკრეტული კომპეტენციების გასაძლიერებლად და გეხმარებათ დაწინაურებაში. აბა შეკითხვები გამოვშვით ახლა. რაც დაგაკლდათ. თუ დაგაკლდათ რაიმე. თუ შემიძლია რაღაცნაირად დაგეხმაროთ ჩემი პასუხებით? სიამოვნებით. Quan საკითხულობს, რამე განსაკუთრებული ლეპტოპი თუ ასაჭირო ამ დავალებების შესასრულებლადო. იდეაში მაკი არ იყოს ჯობია. ჯობია მაკი არ იყოს. ჯობია მაკი არ იყოს. ხო, მეგობრებო, ეს MS Projects და მარტო MS Projects-ა აქვს პრობლემა, ხო. ხო, MS Project-ის ჩასაწერად გჭირდებათ Windows-ი, თუმცა ნუ მაგის გარეშე ნინო რა ძალიან ბევრი დააკლდებათ. MS პროექტი? ანუ არის რაღაცა გატეხილი ვერსია თუ მაკი აქვს რა, გაგვიკეთებია წინა ამაზე, გახსოვთ ქონდათ ორს მაკი და რაღაცნაირად გავაკეთეთ, ოღონდ ძალიან გაგვიჭირდა. მაგნეტილში ხო მოკლედ კურსის დაწყებამდე, უბრალოდ დაწყების შემდეგ ნინო როგორც კი ნიშანს მოგცემს ხოლმე, თქვენ ჯირას აკაუნტით შეგექმნებათ, ასევე MS პროექტი ჩაგეწერებათ, ამას ონლაინ ვირტუალურად ვაკეთებთ ხოლმე, ასეთ მისვლა და დროის დახარჯვა ამაზე არ მოგიწევთ. მაკი არ მაქვს საბედნიეროდ ამ შემთხვევაშიო. ხო, არა, ნებისმიერ კომპიუტერიდან შეხვალთ და გააკეთებთ, არ არის პრობლემა. კი, ნანაჩვენები ჩვეულებრივად მიროც და ასე. ეს ონლაინ კურსია. ეს არის ონლაინ კურსი. ერთადერთი შეხვედრა გვექნება მხოლოდ პრეზენტაციის დროს, ბოლოსკენ. გვექნება გამოცდა აუცილებლად ოფლაინ არის და კაცრიათ არის გამოცდა როგორც უნივერსიტეტებში ისე და ქვეყანაში არის ყოფებით, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ადაპტაციას გავაკეთებთ. და ვინც თბილისში არის, აუცილებელი არის, რომ ნუ საფასილიტაციას ვერ გავექცევით. ფასილიტაცია ონლაინ არ გამოდის, ეს არის ასე ვთქვათ, ის ბოლო ორი ლექცია. გადამაგისა ფასილიტაცია არის მეგობრებო, როგორც ვთქვით, ორდრიანი და არის ჩატარდება ნინო ალბათ შაბათ-კვირას ავიღებთ. კი, აუცილებლად შაბათ-კვირას. დაახლოებით თუ სწორად მახსოვს 4 საათიანი შეხვედრა არის თავისი შესვენებით და მოკლედ ძალიან საინტერესო პრაქტიკული უნიკალური გამოცდება იქნება თქვენთვის დაგმერწმუნეთ ნებისმიერი დამსაქმებლისთვის ძალიან დიდი უპირატესობა იქნება რომ უკვე კანდიდატმა იცის ეს აქვს ეს უნარები. ასე რომ აი 3-4 შეხვედრისთვის უნდა გამონახოთ დრო და ფიზიკურად ჩაერთოთ. ოთხშაბათობით ტარდება საღამოს 8-დან 11-მდე, ხომ ნინო? კი. 3 საათიანი არის. ჩანაწერები კეთდება, შეხვედრა მომდევნო დღეს გიზიარდებათ უკვე სრული ჩანაწერი. შეგიძლიათ მოგვიანებით ახლიდან უყუროთ, გადაახბიოთ, რამდენჯერმე კი. დააპაუზოთ და მოკლედ მიყვეთ ამ კი, როგორც წესი ხოლმე რეკომენდაციას გავცემ, რომ როდესაც ლექციას დაესწრებიან, მერე მინიმუმ ერთხელ მაინც უყურონ კიდე ერთხელ, ანუ რაღაცა პერიოდის მერე, იმიტომ რომ ცოდნა რომ შენდება ერთმანეთში, მერე უკვე ასე ვთქვათ, კიდე გადამეორებით უფრო ისეთ რაღაცებს აღმოაჩენ, რომელიც არ მიაქცია ყურადღება და იდეაში გამოცდის წინ აკეთებენ ხოლმე მაგას და მერე მწერენ რომ აუ კიდე კაი გამოცდა იყო, თორე ეს საერთოდ არ მახსოვდა. აი კიდე კაი ეს არის, აი ეს საერთოდ არ მახსოვდა და ასე შემდეგ.
ამიტომ განმეორებას ძალიან კარგი არის, როცა უკვე ცოდნა გააქვს ძირითადი და უკვე ასე ვთქვათ სიღრმეებში შედიხარ ერთხელ რომ კიდე გადაუარო, ასე ვთქვათ მთლიანად. შეხვედრები იწყება 5 თებერვალს, 4 შაბათი დღე არის. 1950 ლარიღის კურსი, სრული კურსი, ეს თავისი ვორქშოპით და ყველაფრით მეგობრებოდ, თავის კარიერის პროგრამით, ანუ სრული სერვისი რაც არის უწყვეტად ჩვენგან. 4 შაბათობით ტარდება 8-დან 11 საათამდე, 5 თვეს გაგრძელდება შესაბამისად ეს კურსი, თუმცა თქვენ პარალელურად უკვე შეგეძლებათ კურსის შუა პროცესში რომ ვაკანსიებზე მაინც გაგზავნოთ ხოლმე ჩვენ მაგნეტილში მოგამზადებთ, თავარია თქვენი ბექგრაუნდით და ასე შემდეგ. სხვა კანდიდატებს მოკლედ აჯობოთ და მიიღოთ ეს შანსი. როგორც გითხარით, გვაქვს სრულად უპროცენტო განაწილება, განმადება 4 თვიდან 12 თვემდე ვადით. 4 თვიანი სრულად უპროცენტო ყველაფერი საიტიდან მეკეთდება, ლინკი დავლინკე და შეგიძლიათ ნახოთ დეტალურად. TBC განაწილება არის 4 თვიანი, ასევე საქართველოს ბანკის ნაწილ გადახდა, Top Card-ით, Liberty-ს Top Card-ით თუ გაქვთ 6 თვიანი სრულად უპროცენტო, Credo Bank-ის შემთხვევაში 4 თვიანი სრულად უპროცენტო, Silk Bar-ით თუ გაქვთ თუ არ გაქვთ უბრალოდ და 3 თებერვლამდე აიღებთ 12 თვეზე შეგიძლიათ სრულად უპროცენტოდ გაანაწილოთ და ასევე გვაქვს კრიპტოვალუტით გადახდათ, სტანდარტული TBC და საქართველოს ბანკის განმადება 3 თვიდან 3 წლამდე ვადით. და ასევე შეგიძლიათ TBC ერთგული ქულებით გადახდათ. მოკლედ ძალიან ეფექტური არის, აი 4 თვეზე ვიანგა შემოგონი თუ 6 თვეზე და 325 ლარი არის ამ შემთხვევაში და გეტყვით ასევე Silk-ის მერეს შემთხვევაში ზუსტად რამდენი გამოვა. 162 ლარი გამოდის. ისმის შენხმა კი. 162 ლარი იქნება ხო Silk-ის მერეს ბარაც თუ აიღებთ და 12 თვიან განაწილებას გააკეთებთ. 162 ლარი თვეს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ერთიანადაც გადაიხადოთ. მოკლედ ესეთი ამბები არის. იმედი მაქვს მოგეწონათ და ახლა შეკითხვებს დავალოდებით თქვენგან. ცოტა მიკურს პროექტ მენეჯმენტზე არაფერს რო არ კითხულობენ, როგორც წესი ძალიან ბევრი კითხვა მოდის ხოლმე. ძალიან დეტალურად ისაუბრე ნინო, მინდა გითხრა თითოეულ სლაიდზე და აბა კიდევ თუ რაიმე გაქვთ შეკითხვები პროფესიასთან დაკავშირებით. როგორც ვთქვით, ეს პროფესია ისეთია, რომ მოქნილი არის და შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ოფისში, ისე ჰიბრიდულად მუშაობა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთზე დასაქმება. კარგ უნარებიან პროექტის მენეჯერებს სულ ეძებენ, ძალიან აფასებენ. შესაბამისად, სტარტაპები იქნება თუ სხვა ტიპის კომპანიები, რა თქმა უნდა, თქვენც თუ მოიწადინებთ და გექნებათ мотиваცია, იპოვით თქვენს სათქვენო კომპანიას. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არ დავაკლებთ ძალისხმევას. ხო, კიდევ რა მინდა და მეთქვა, რადგან კურსის გარკვეული ნაწილი ფიზიკურად ტარდება, რა თქმა უნდა, ადგილების შეზღუდული გვაქვს მკაცრად და ესეც გაითვალისწინეთ. თუ ყოფილა შემთხვევა, რომ დაწყებით ეტაპზევე ვერაუღია ალბათ სტუდენტს რამდენად უცნადებათ ხოლმე. ვინც გეტყვი. პატარა სტატისტიკა მაქვს. ნაგისი, ვაკვირდები. ვინც არ დადის ლექციებზე, ვერ უღებენ ალღოს და ვერც იღებენ სერტიფიკატს. აი პირდაპირი, ასე ვთქვათ, ის არის რა ვთქვათ, რეცეპტია. ზუსტად ვიცი მე 4-5 ლექციაზე ვინ ვერ ჩააბარებს, იმიტომ რომ თავიდან იღებს ზოგი და არ მიყავს ბოლომდე, ანუ არ მოდიან ლექციებზე, არ ესწრებიან. არ აკეთებენ დავალებებს. ანუ იმდენად დეტალებში ვხსნი და იმდენად მარტივ ენაზე ვხსნი, რომ რა ვიცი, გაუგებარი, ვინც ბოლომდე ესწრება და ცდილობს, ყველა იგებს. აი რა ვიცი, როგორი ხალხი მყავდა, მარკეტინგის ხალხიც კი იყო, რომელსაც არანაირი ტექნიკური განათლება არ აქვს და იმასაც გაუგია თუ მონდომებია. მაგრამ თუ არ დაესწრებით და დავალებებს არ გააკეთებთ, აი პირდაპირ გეუბნებით, რომ ვერა. კი, თან ანუ გაცდენაც არ არის კარგი, რადგან მე უკვე გიგროვდება. კითხვას ვერ დამისვა. ეხა ერთი ესეთი ხუმრობა გქონდა რა.
რამოდენიმე 1-2 გოგო იყო, რომ 1-2ჯერ ვერ მოვიდა და იმდენად ვერაპატია თავის თავს, რომ მე ის 1-2ჯერ ვერ მოვიდა და ჩანაწერის დროს სუხელი ესე მქონდაო და ვინ ეტყოდა აბა მითხარიო, ხო? შესაბამისად, ეხლა რომ თუ ნახავს ამ ვიდეოს კი მიხვდება ვინც არის. შესაბამისად მე ისჯებოდა მაგიტომ და ცდილობდა რომ აღარ გაეცდინა, იმიტომ რომ ამ დროს რო ხსნი, თავში მოგდის ძალიან ბევრი კითხვები. ანუ ის კითხვები ზუსტად რას ვერ იგებ და ყველა ადამიანი სხვადასხვა რაღაცებს ვერ იგებს. და ანუ კითხვა სვამ სწორედ იმიტომ რომ რაღაცა მომენტი არის თლად კარგად გასაგები არა. შესაბამისად ის კითხვა გაძლევს იმის საშუალებას, რომ სწორედ ის რასაც ვერ იგებ გაიგო. ანუ ეს არ არის კოუდინგი, პროექტ მენეჯმენტი, ხო? ეს არის ასე ვთქვათ, ადამიანების მართვა პროექტში. არაფერი რაღაცა სასწაული. კი. ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, სამუშაო პროცესია. ყველა ადამიანს, ვისაც გონება უმუშავებს, არის აქტიური და კომუნიკაბელური და შეუძლია პასუხისგებლობის აღება, ყველა გააკეთებს. შეკითხვა ანალიტიკოსსა და მენეჯერს შორის მოკლედ რომ აგვიხსნათ სხვაობაო. ძალიან დიდი სხვაობაა. ანალიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც მათ ძალიან კარგად იცის ის ბიზნესის სპეციფიკა, რა ბიზნესაც უკეთებს ანალიტიკას. ანუ სანამ ანალიტიკოსი მივა ასე ვთქვათ, გარკვეულ პროექტში, ის აკეთებს გარკვეულ მოძიებებს, მსგავსი ანალოგიური პროექტების და მიდის ასე ვთქვათ, გამზადებული ცოდნით, რომ დაასვას სწორი კითხვები. ანალიტიკოსი ატარებს ბიზნეს პროცესების, მოთხოვნების შეგროვება, დამუშავებას და ამ ყველაფერს გადაიტანს მერე დოკუმენტად. ანუ დოკუმენტად იმიტომ, რომ ის რაც მან გაიგო დამკვეთისგან, არის ის, რაც კლიენტმა უთხრა. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ რასაც გვეუბნებიან კლიენტები, მერე რო დავწერთ, აბსოლუტურად სხვა რამე უნდათ და რო კითხულობენ, ხვდებიან, რომ არასწორად გვითხრეს. შესაბამისად, ანალიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც არის შუამავალი დეველოპერებსა და ბიზნეს შორის. ხომ, ამიტომ რომ დეველოპერებს არ აქვთ ის უნარები აღიქვან ის ბიზნეს პროცესები, როგორცაც ანალიტიკოს. შესაბამისად, ეს შუამავალი ადამიანი იგებს რა უნდა კლიენტს, გადათარგმნეს დოკუმენტში, ამას ავალიდირებს კლიენტთან და მერე მიაქვს დეველოპერთან. მეტი არაფერი, ანალიტიკოსი არ არის მენეჯერი, ანალიტიკოსი არის ბიზნეს პროცესების სწორედ მიმტან-მომტანი. პროექტ მენეჯერი არის ადამიანი, ვინც ასე ვთქვათ, არის ლიდერი, მენეჯერი პროექტში, რომელსაც შეუძლია ხალხის აყვანა პროექტში, გაშვება პროექტიდან, კლიენტთან მოლაპარაკება, ორგანიზება, კომუნიკაციები კლიენტთან, სწორი ასე ვთქვათ, მეთოდოლოგიის არჩევა პროექტში, ამ მეთოდოლოგიის მიხედვით მერე პროექტის მართვა, ხალხის მართვა, რესურსების მართვა, ჰარდვეარი თუა ჰარდვეარის მართვა, სოფტი თუა სოფტის მართვა, ხარჯების მართვა. ადამიანი, რომელიც საზღვრავს, როგორ დაიწყოს პროექტი, როგორ გააგრძელოს, როგორ მართოს რისკები, როგორ დაასრულოს, როგორ ჩააპაროს. პასუხისგებლიანი როლია პროექტ მენეჯმენტი. ანუ ადამიანი არის პასუხისგებელი მთლიან delivery პროცესზე, დაწყებიდან დამთავრებამდე. ანალიტიკოსი აბსოლუტურად სხვა სამყარო არის, ის აბსოლუტურად მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს პროცესებზე, მოთხოვნებზე, requirement-ებს რო ეძახიან, ამის ასე ვთქვათ, მოგროვება, ამის ასე ვთქვათ, დეველოპერულ ენაზე გადათარგმნა, დოკუმენტების შექმნაზე არის პასუხისგებელი, დავალებების გამართვაზეა პასუხისგებელი და ასე შემდეგ. პროექტ მენეჯერი თვითონ ასე ვთქვათ, ტასკებს, დავალებებს ასე ბევრს არ აკეთებს, იმიტომ რომ ეს უფრო მენეჯერული როლია და ასე ვთქვათ, უფრო მეთვალყურეობრივი როლია და ასე ვთქვათ, უფრო ასე ვთქვათ, დავალებების გამკეთებელი არიან სხვა დანარჩენი გუნდის წევრები. ნინო, ისი ახსენე, რომ ბიზნეს ანალიტიკის ღია ლექციაზე აღარ შემოვლენ არა და დავლინკენ. ასეთი მარტივი რო იყოს, ბიზნეს ანალიტიკა რო ორ სიტყვაში ვთქვი, რა ვიცი. არა, მართლა კარგად ახსენე. აბა მეგობრებო, კიდევ გამოვშვით შეკითხვები, რამაც დაგაინტერესათ განსაკუთრებით. ვინმე ხომ არ ესწრებით ისეთი, ვინც უკვე ხართ ჯგუფში? ინგა გისმენთ? მე მგონი თამარი იყო ჩემამდე, თუ კითხვა აქვს, სწორად ვიკითხავ. აბა ხო. კი, თამარი მიჩანს მეც, უბრალოდ მგონი წეღანაც იყო და ვიფიქრე, აეწია ხელი. გისმენთ თამარი? მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით მაქვს ესეთი კითხვა, როგორ ხდები არის სხვადასხვა მეთოდოლოგია, ხო, მიდგომები.
ამ მეთოდოლოგია მიდგომებს რის საფუძველზე ვირჩევ, თქვა დამკვეთისგან რა დავალებაც მოდის, იმის განხილვა ხდება ანალიტიკოსების მიერ და შემდეგ ირჩევა მეთოდოლოგია, ხო? მე კიდევ თქვა რაღაცა პატარა მოკვლევასავით ჩავატარე, ამ მეთოდოლოგიის გარდა agile-იც არის და Scrum Waterfall კი თქვენც ახსენეთ და კიდევ ანუ ეს მეთოდოლოგიები და ცალკე არის სხვა პროგრამები, ხო, სადაც ხორციელდება ეს შესაბამისად პროექტის მენეჯმენტი და TFS-იც გამიგია ეს ჩემი უღლისგან. TFS-ში მუშაობთო ჩვენ და ამის თაობაზე რომ რაღაცა მოკლედ მაინც რაღაც გავერკვე, როგორ ხდება ეს ყველაფერი. კი ბატონო, დაახლოებით უკვე ხვდები, ძალიან ბევრ ადამიანებს ერთმანეთისგან ეშლება პროექტ მენეჯმენტის მეთოდოლოგიები და ის ხელსაწყოები, რა ხელსაწყოებითაც რაღაცებს არეგისტრირებენ, ასე ვთქვათ. ის რომ თქვენი მეუღლე TFS-ში მუშაობს, ესეთი პროგრამები არის უამრავი და ეს არის უბრალოდ პროგრამა, ეს არ არის მეთოდოლოგია, ეს არის პროგრამა, სადაც უბრალოდ უფრო ადვილად ხდება რაღაცების აღრიცხვიანობა რა. აი ესეთი რაღაცა არის. მაგრამ ის მეთოდოლოგია არ არის. არც ერთი პროგრამა არ არის მეთოდოლოგია. ანუ რო იძახიან რომ მე გასწავლით Scrum-ს ჯირათი, აბსოლუტურად ცდარია, იმიტომ რომ ჯირა არის პროგრამა. და Scrum-ი და ჯირა ერთმანეთთან ერთვარფშუაში არ არის. ის არის პროგრამა და მე თუ Scrum-ით ვმუშაობ, ჯირაში ვიმუშავებ, Trello-ში ვიმუშავებ, თუ სად ვიმუშავებ, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ პროგრამები არის იმისთვის, რომ შენ გუნდი რო ყავს, გუნდთან ერთად ასე ვთქვათ, დავალებების გადანაწილება გაგიადვილდეს, მეტი არაფერი. ეს პროგრამები, ეხლა მეთოდოლოგიები. Agile მედგომა არის Scrum-ი Agile-ია. ანუ Agile არის ასე ვთქვათ მეთოდოლოგია არა, ფრეიმვორკი არ არის. Agile არის ფილოსოფია. Agile არის მეთოდოლოგია, რომლის ქვეშაც გაერთიანებული არის ფრეიმვორკები, როგორიც არის Scrum-ი, Kanban-ი, Extreme Programming-ი და ასე სკალირებული Scrum-ი და ასე შემდეგ. ანუ Agile-ით თვითონ მეთოდოლოგია არ არის. Agile არის უბრალოდ აზროვნება. როგორ ვაზრობთ? ანუ agile-ური ადამიანი ხარ თუ არა ხარ? და ამას ეს ისწავლება Scrum-ის შესავლებში, როდესაც Scrum-ს გავდივართ, ძალიან ასე ვთქვათ, 1-3 საათიანი სალაპარაკოა ეგ. რა არის agile-ური აზროვნება და ამაზე არის დაშენებული უკვე მე Scrum-ის, Kanban-ის და ყველა ასე ვთქვათ, agile-ური მიდგომის ფრეიმვორკები. მაგრამ ცალკე agile ფრეიმვორკი, ანუ ჩარჩო არ არის. არის ასე ვთქვათ, ფილოსოფია, აზროვნება და მიდგომა შენი კონკრეტული რაღაცის მიმართ. ეს არ არის მარტო IT-ში, IT-ში არ არის agile. Agile არის ზოგადი, ხალხი IT-შიც იღებს, სამშენებლოშიც იღებენ, მარკეტინგშიც იღებენ, HR-ში და სადაც გაუხარდებათ. ასე რომ, ასე ვთქვათ, ცალკე ასე ვთქვათ, მიდგომა არის, რომელსაც ადამიანები, ვისაც ეს მოწოს და იზიარებენ და ნერგავენ. რაც შეეხება waterfall-ს ავირჩევთ, Scrum-ულად ვიმუშავებთ თუ agile mindset-ით ვიმუშავებთ თუ როგორ ვიმუშავებთ, ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. ერთი ის რომ ვისაც ვემუშავებით კლიენტს, იმას უნდა და მოთხოვნა აქვს რომ ამ მეთოდით წავიდეთ და თვითონვე გეუბნება, იმიტომ რომ თვითონ მუშაობს ესე და უნდა რომ აყვე. და მეორე მომენტი არის რომ გარკვეული პროექტებით თვითონვე გვეუბნება რომ ეს ასე უნდა წახვიდე და ან ისე უნდა წახვიდე. იმიტომ რომ პროექტი არის ცოცხალი ორგანიზმი, ჩვეულებრივი და პროექტს უნდა მოერგო სიტუაციურად და თქვენ როგორც პროექტ მენეჯერებმა უნდა იცოდეთ ყველა მეთოდოლოგია, იმიტომ რომ მე ეს ცოდნები რაც გაქვთ, ისე გადაათამაშოთ როგორც იმ პროექტს ჭირდება. რომ ყველა პროექტს უნდა სხვადასხვანაირი მიდგომა. შეიძლება კლასიკურად waterfall-ური მიდგომა ჭირდებოდეს, შეიძლება კლასიკურად Scrum-ული მიდგომა, შეიძლება Kanban-ური ჭირდებოდეს, შეიძლება მოგიწიოთ საერთოდ რაღაცები ყველაფრიდან აიღოთ და გადააკეთოთ. იმიტომ რომ ის მოცემულობა გეუბნებოდეთ ამას და თქვენ, ანუ მენეჯმენტი სწორედ ამით გამოიხატება, რომ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, თქვენი ასე ვთქვათ, პროექტისთვის როგორი უკეთესია. და ეხლა დამისვათ კითხვას, როგორ გავიგო და აი მაგას ვასწავლი მთელი ეს 60 საათი როგორ გაიგოთ და როგორ უნდა გააკეთოთ. ანუ საკმაოდ ისეთი არის, რა ქვია, ესეთი სიტყვაზე სათქმელი არ არის, საკმაოდ ასე ვთქვათ, ბევრი რამე უნდა გქონდეთ გააზრებული, რომ მიხვდეთ რომელი მიმართულებით წახვიდეთ. მადლობა ნინო. ნინო ტაბატაძეს აქვს ხელი აწეული და შემდეგ ინგა. დიახ, ახლა მოკლედ მე მგონი გამოვტოვე, როდის იწყება ეს კურსი თუ უკვე დაიწყო, ანუ კითხეს კიდევ 5 თებერვალს.
იწყება. კარგი, ახლა რაც შეეხება სერტიფიკატს, ანუ თქვენ თქვით, რომ ეს თქვენს მიერ გაცემული სერტიფიკატი არის საერთაშორისო თუმცა რო დავსაქმდე ეს საერთაშორისო სერტიფიკატის ქონა სავალდებულოა? არა. საერთაშორისო სერტიფიკატს უბრალოდ მაინც იღებენ, მაგრამ ეს საერთაშორისო სერტიფიკატები არის ფასიანი, ანუ გამოცდაზე გასვლა არის ფასიანი, არის აუცილებლად ინგლისურ ენაზე და ინგლისური უნდა იცოდეთ ძალიან კარგად. მაგრამ ეხა როგორი რაღაც არის? ამ საერთაშორისო სერტიფიკატზე ვიც გადის, იმან უკვე იცის ეს საქმე. ხვდებით, ანუ ესე ვერ მოემზადები. არსებობს გარკვეული სიმულაციური ტესტები, მაგრამ თუ პროექტ მენეჯმენტი არ გესმის, აი ესე ნულ ცოდნაზე გახვიდე და რაღაცა ესეთი სერტიფიკატები აიღო, ძალიან გაგიჭირდებათ. ასე ვთქვათ, ეს საერთაშორისო სერტიფიკატები კარგია იმისთვის, რომ უკვე, ასე ვთქვათ, ჯერ პირველი რო ტყუილად ფული არ უნდა გადაიხადო, იმიტომ რომ $250 ღირს ზოგი 300 და ზოგი $550. საკმაოდ ისეებია საერთოდ. კი, მაგას გასწავლეთ. თქვენ თუ დაგაინტერესდებათ, მე სიმულაციურ ტესტებსაც მოგცემთ, ზუსტად იმას, რომ მინიმუმ ასე, რა ვიცი, იმ ტესტების მე ჩაუბარებელი მე ჯერ არავინ მინახავს, მერიც ჩავაბარე ჩემ ტესტებს მოგცემთ. და გეტყვით, რომელია კარგი, რომელი უნდა გაიაროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კურსებია, ძალიან ბევრი ფასიანი სასერტიფიკატო კურსებია და ადამიანმა, რომელმაც არის ის რომელი ჯობია, ძალიან რთულია. გაიგო, რომელი ჯობია, ზოგჯერ მიედმოედებიან და არარელევანტურს იღებენ. ანუ მე პირდაპირ ზუსტად გეტყვით ეს და როგორ უნდა მიხვიდე მანამდე, მაგრამ ინგლისური უნდა იცოდეთ კარგად. ისე ვერ ჩავარ. Advanced დონეზე ვიცი. B2 საკმარისია. კარგი, მადლობა დიდი. მე ვიკითხავ მაშინ. კი. კი ბატონო. პირველ რიგში მადლობა. ძალიან ყოველისმომცემელი პრეზენტაცია იყო და გასაგებია რაღაც სილაბუსი იმ პროგრამის, რაც დაიწყება ერთ კვირაში. ჩემი კითხვა არის ესეთი, თვითონ პოზიცია IT პროექტების მართვის და Agile გუნდის ფასილიტაცია არის senior პოზიცია, ასე ვთქვათ. ამიტომ თუნდაც junior პოზიციაზე მოხვედრაც ძალიან ისეთი შედარებით რთულია. და ასევე მინდა რომ უფრო ღრმად Scrum product owner-ობის კურსიც რო არის ცალკე, აი უფრო ვიქნებ რომ აი უფრო scope-ი რო დაპატარავდეს და უფრო კონკრეტული რაღაცას მიუყვე. ანუ ხოჯობია ზოგადად ჯერ Scrum product owner-ი იყოს ადამიანი და აი ერთი პროგრამა ქონდეს დამუღამებული და მე გადავიდეს ამ ზოგად senior პოზიციაზე და მერე მიყვეს ამ Agile გუნდის ფასილიტაციას და IT პროექტების მართვას თუ პირიქით ჯობია რომ აი ამ ზოგადი პროექტების მართვით დაიწყოს და მერე გადავიდეს რაღაცა პატარა სკოუპზე, ანუ უფრო პატარა მიმართულებაზე, ასე ვთქვათ. აი მე ძალიან დიდი ბოდიშით კიდე მეორეჯერ ანუ თქვენ ფიქრობთ რომ product owner-ზე გადამზადდეთ უფრო? ეს კითხვა იყო, რომ უცებ დაგეწიოთ. ცოტა ნაწყვეტებად გავიგე რაც მითხარით, მაგრამ აი იცი ამ კითხულობ რა ჯობია ისეთი ადამიანის, ანუ არ მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება 23 წლის ვარ და კი ვმუშაობ 18 წლიდან, მაგრამ middle პოზიციაზე ავედი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მაღლა. უბრალოდ მაინტერესებს როგორ უფრო მარტივია ისმის ხო ჩამეხვა. გესმიჩები? ანუ ჩემი ინტერნეტის პრობლემა არ ახლა ვიდეოს გავთიშავ იქნება დამეხმაროს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ინტერნეტი მაქვს. გასაგებია, კი, დაახლოებით გავიგე კითხვა. მარტივი რომელია? ორი სხვადასხვა როლია. ანუ product owner-ი და project management-ი ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული როლია. product owner-ზე რო დაიწყოთ მუშაობა, პროდუქტი უნდა იცოდეთ კარგად. ანუ ის პროდუქტი, რაზეც მუშაობთ და პროდუქტზე უნდა აიღოთ ownership-ი. ანუ მაგალითად პასტაზე რომ მუშაობთ, პასტა უნდა იცოდეთ ყველა კომპანიის როგორ გამოიყურება და მოიფიქროთ როგორი უნდა იყოს თქვენი პროდუქტის პასტა. ანუ აბსოლუტურად განსხვავებული, ანუ product management-ი არ არის, არის პროდუქტის, ასე ვთქვათ, განვითარება. კი, ცუდად მესმის. ისეთ რას ვკითხულობ უბრალოდ, აი თქვენ როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება ტექში და მით უმეტეს ძალიან ახლოს მუშაობს Scrum product-თან, ანუ ცოტა ისეთი რაღაც მგონია, რომ ეხლა მე ვინმე ამიყვანოს მენეჯერად, ხო ხტებით, ან რაღაცა ყველაზე ახლოსო შეიძლება არის ისევ ასისტენტამდე მივიდე. ყველაზე ადვილად მოხვედრა პროექტ იმაში, რა ქვია, IT-ში არის ტესტერობა, მაშინ ასე გეტყვით. მაგრამ არავის არ მოწონს.
არა ხო, არც მე ამოწოს. მაგრამ კარგი, მე მესმის. ანუ ყველაზე ადვილი არის ტესტერობიდან დაწყება, პირდაპირ გეუბნებით. მაგრამ არავის არ მოწონს და ბევრი არ იწყებს ტესტერობიდან. მე არ მომეწონა ტესტერობიდან და მე დავიწყე პროექტ მენეჯერობიდან და მომიწია ტესტერობა და ძალიან უკმაყოფილო ვიყავ, იმიტომ რომ ვერ ვიტან. ანუ ხასიათი არა, ადვილი ის არის, სადაც კარგად გრძნობ თავს. არა, ადვილი არა. აი, მე მიყვარს რთულად საქმის გაკეთება და რთულადაც გავაკეთებ. უბრალოდ რამდენად ღია არის თვითონ სფერო IT-ს 23 წელს აყვანა. ასე კი არა, შუაში არ არის. პირდაპირ გეუბნებით, ასე კი საერთოდ არაფერ შუაში არ არის. მთავარი არის თქვენ თავს როგორ წარადგენთ გასაუბრებაზე და თქვენი CV როგორ გამოიყურება. და თქვენ თავს როგორ გაყიდით. საერთოდ არავინ არ უყურებს ვიდ რამდენი წლის არის. მაგით არა და ქართულ ბაზარზე მე საერთოდ შეიძლება უფრო არ უნდოდეთ, იმიტომ რომ ძალიან overqualified ვიყო და არაფრით არ უნდოდეთ. პირიქით, ჭირდებათ უფრო თავიდან უნდათ ისეთი ადამიანები, ვისაც ნაკლებს გადაუხდიან. და აი ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ ასე ვთქვათ, 23 წლის ადამიანი ვერ იქნება 15+ გამოცდილების მქონე. გამორიცხული ამბავია. შესაბამისად, სტარტაპები, ძირითადად სტარტაპები და ასე ვთქვათ, კომპანიები დამწყებებს უფრო პატარა ასაკისას იღებენ, ვიდრე დიდსაც. თუმცა მე ვიცი სიტუაციები და დიდებიც აიყვანეს. ოღონდ აი ყველაფერი დამოკიდებულია აი გასაუბრებაზე რომ დაჯდებით, გაიღიმებთ და თვალებში ჩახედავთ, თქვენ თავს როგორ გაკეთეთ. აბსოლუტურად მაგაზე. ასაკებია, მადლობა. და ერთი კითხვაც მაქვს. ეს ორკვირიანი დავალებები, ანუ ყველა ორკვირაში ერთხელ მაინც არის დაახლოებით როგორ ვიტყოდით, აი კვირაში რამდენი საათ საჭიროებს 20, 15? არა, გააჩნია, ყველა სხვადასხვანაირი დავალებები იქნება. არის დავალებები მარტივი, რომელიც ჩქარაკეთდება, მაგრამ იქნება დავალებები, რომლებიც უფრო მეტი დრო უნდა მაგალითად და ყოველდღე უნდა დაუთმოთ, იმიტომ რომ რაღაცები უნდა დაარესერჩოთ, რაღაცეები თქვენ თვითონ მოიძიოთ, იმიტომ რომ პროექტ მენეჯმენტს ერთ-ერთი კიდე დამატებით ისაა კარგი, რომ უნდა ქონდეს ძალიან კარგი რესერჩის სკილები და ვცდილობ, რომ ეს განუვითარო თვითონ კურსივე, იმიტომ რომ რაც არ უნდა ბევრი შაბლონი მივცე, დავღუპავ ხალხს, იმიტომ რომ ხვალე წავლენ კომპანიაში და ის ჩემი შაბლონები არაფერში არ გამოადგებათ, იმიტომ რომ დაჭირდებათ გააკეთონ აბსოლუტურად იმ კომპანიაზე მორგებული და შესაბამისად კურსში ვასწავლი ადამიანებს, რომ იყვნენ კრეატიულები თავშივე და შეეძლოთ ანუ ყველანაირ სიტუაციაში ანუ მოძებნონ ისეთი შაბლონები, რომელიც მე არ მიმიცია. ეს არის ანუ ასე ვთქვათ დახმარება მათი, რომ მე სხვა დროს იქ არ გაუჭირდეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, თქვენ როგორ მიუდგებით ამ საკითხს, ანუ ყოველდღიურად მეცადინეობა რო გითხრათ, რომ საჭიროა არა, მაგრამ თქვენ თუ არაფერი არ იცით ამ საქმეში, მაშინ მინიმუმ ესე იგი ამ ლექციის მერე ის მასალა კიდევ ერთხელ უნდა წაიკითხოთ, რაც მასალასაც მოგაწოდით პრეზენტაციის თუ ლინკების სახით. ერთხელ მაინც კიდევ უნდა უყუროთ ვიდეოს, იმიტომ რომ ბევრი რამე გამოგრჩებათ, იმიტომ რომ 3 საათი ადამიანს უსმინო და არ დაიღალო გამორიცხულია, ხო? ანუ აი პრაქტიკა მაჩვერო რომ რაღაცის მერე უნდა რაღაცა გაიმეორო. და ასევე დავალებებს უნდა დაუთმოთ მინიმუმ ამ 2 კვირის განმავლობაში 2-3 დღე მაინც. ყოველ ლექციაზე არ არის ესე რა ქვია. დავალება. დაახლოებით 8 ლექციაზე იქნება დავალება. და ბოლოს პრეზენტაცია. უბრალოდ თავში როგორ არის, პირველი 3 ლექცია არაფერი არ არის, მერე მიყოლებით არის ისეა მასალები, რომ ისე გამოდის. მერე კიდე არ არის, მერე კიდევ არის და ასე ვთქვათ, ანუ ისე არის ალაგ-ალაგ ჩალაგებული. თუმცა, ანუ ის რომ ვერასწრებენ, ვერ გეტყვით. მყავდა ერთხელ ჯგუფი კვირაში 2-ჯერ ქონდათ ლექციები, შესაძლოა კვირაში 2-ჯერ ქონდათ დავალებები და ასწრებდნენ. ანუ გააჩნია, მაგრამ ის რომ თქვენ აი თუ აიღეთ ამ კურსს და დრო არ გამოყავით, შედეგს ვერ მიიღებთ. იმიტომ რომ საკმაოდ ძალიან მოცულობითი არის და ძალიან ბევრ ინფორმაციას ვაწვდი და ამის გადახარშვა თავში დალაგება არის საჭირო.